მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო მსმენელებო. სალამი ჩემო ჯიგრებო. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაგვემატნენ გამომწერები YouTube-ზეც, Facebook-ზეც, TikTok-ზეც და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას და უბრალოდ როგორც ყოველთვის ჩვენი თხოვნა იქნება რომ თუ გვერდში დგომა, ბარემ ბოლომდე გვერდში დგომა იყოს და გადავიდეთ ხოლმე და ყოველთვის არის მითითებული ლინკი Facebook-ზეც და TikTok-ზეც, საიდანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube არხზე და იქ უყუროთ ხოლმე მთლიან ვიდეოს. და თან იქაც გამოყვეთ subscribe არის იქ ესეთი კნოპკა, უბრალოდ ღილაკი და იმას დააწვეთ და ასე დაგვიდგეთ გვერდში თუ თქვენი სურვილი იქნება. რა ვშვებით დღეს? აბა, რა ვიცი, რა ვშვებით? რაზე ვისაუბროთ დღეს? იმდენი თემა. საინტერესო რაღაცები მოხდა ამ კვირაში. მაგალითად ის, რომ ჩვენ გვეგონა ამ კვირის ბოლოს უკვე გააუქმებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და თურმე არა. ნაციონალური მოძრაობა ისე ჭირდება ქართულ ოცნებას, როგორც ადამიანს როგორც დედალს მამალი, როგორც არის, ხო? საინტერესოა, მეგობრებო, საინტერესოა. იცით რა არის საინტერესო? განა ის, რომ ხა ნაციონალები იარსებებენ თუ არ იარსებებენ როგორც პარტია, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს უკვე საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეგენი ჩათვალეთ, რომ ისედაც აღარ არსებობენ. ხოლმე ძალიან საინტერესო კომისია არის, რა გაგებით, იცი უბრალოდ ხა კომისია თვითონ არსით კარგია, როდესაც რაღაც ესეთი ტიპის რაღაც. კი, და მიღებული პრაქტიკაც არის. ხო, არ არის ამაში არაფერი ცუდი, მაგრამ ნუ უკვე იმას კომედიას ემსგავს ეს ყველაფერი რა. უბრალოდ ნუ შარჟია რა ეხლა რა. ეხლა გუშინ მე მაგალითად ყველა მიცის რომ გახარიას არასდროს მხარს არ უჭერდი და არც მომავალში არასდროს არ დაუჭერ მხარს. იმიტომ რომ მე მაგალითად გახარიასთან სულ სხვა შეკითხვები მექნებოდა. აი მარტივი თითქოს ხო ისეთი, მაგრამ მარტივი შეკითხვა მექნებოდა რომ აი გახარიას დროს, როდესაც პანდემია იყო, ხო? მაშინ როდესაც სამ კაცს არ აძლევდნენ უფლებას დამჯდარიყო ერთ მაგიდაზე და ცოლს არ აძლევდნენ იმის უფლებას რომ მანქანაში წინ დამჯდარიყო. მანქანის ნომრების შეცვალეს მთელი საქართველოს მასშტაბით. მანქანის ნომრების შეაცვლევინეს ხალხს და რიგები იდგა თავში ურტყავდა ხალხი ამ ნომრებს და იყო ერთ ნუ მილიონი კითხვა შეიძლება რა გახარიასთან დაისვეს, მაგრამ ეხლა გუშინ მე რაც ნახე უბრალოდ ნუ გავოცდი რა კაც ეუნებიან რომ შენო თვალები დათხარეო იმას რა ქვიაო ეგონება ამათი წევრი არა, მაგრამ ყველა საინტერესო რა არის. შენ თვალები დათხარეო. ჩვენ ვიცოდითო შენ რომ ესეთი ნაძირალა ეს იყავი, უნდა მოგვეხსნაო, თქვენ უნდა გაგვეთავისუფლებინეო. მაგრამ მე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეთო რა. აი რაღაცა ხო არის, იცი რა, ლოგიკა ხო აი დაждები და რაღაცა ლოგიკას რაღაცა ექვემდებარება. ესე იგი გწოდნია რომ თურმე თვალები დაუთხრია, გწოდნია რომ ნაძირალა ყოფილა, გწოდნია რომ აგენტი ყოფილა. მაგრამ რაკენ იცი დააწინაურე პირველი კაცი გახადე რა ეხა რაღაცასთან სული სიტყვა მაპატიმა სვიასკაში ხო უნდა იყო რა კაცი იცი რა არის მე მაგალითად ძალიან საინტერესო რამდენიმე გამომცვლელი ვნახე გასაგებია ეს ყველაფერი რომ ბოროტად გამოყენებული ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის პარტიის მიერ და ასე შემდეგ გავიგეთ ეს რა ვიცით იმიტომ რომ გვიცხოვრია იმად დროსაც ეხლა არის ჯენზი თაობა რომ მოდის ვინც შეიძლება არ ახსოვდეს ან ვერ ახსოვდეს გამომდინარე თავიანთი ასაკიდან იმ დროს რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა ეს ნუ მესმის და იმ ხალხს უნდა გავაგებინოთ თქვათ რომ მათი სხვათა შორის მათი დადებითიც უნდა გავაგებინოთ და უარყოფითიც. რაშია საქმე კიდეცილაშა ჩვენ ვარ ძალიან ძიმე მდგომარეობაში რა. იმიტომ კი არა რომ რაღაცა სიტუაცია ავიღოთ ესეთი ხო მოდი შევხედოთ ხო. არსებობენ დემოკრატიული ქვეყნები, არსებობენ ტოტალიტარული ქვეყნები. დიქტატორული ქვეყნები. სოციალისტურიც არსებობენ და ასე შემდეგ. ხო არსებობენ ხო მაგალითად ყველამ კარგად იცის რომ მაგალითად რუსეთში არის ხელმწიფე ვლადიმერ პუტინი სიტყვაზე და რუსეთში რასაც უნდა იმას აკეთებს. მაგრამ ეს კაცი არის პრეზიდენტი რა ამ ქვეყნის რა. მაგალითად იქ გინდა ესე თქვი, გინდა ისე თქვი, ხო? ეხლა არის ტრამპი, მანამდე იყო ბაიდენი, სადღაც არის ვიღაცა, რა ქვია, ერდოღანი, ხო? და ნუ სადღაც იქ აზერბაიჯანში ალიევი და მაგალითად რასაც უნდა ისიც იქ ისე აკეთებს. არის ეს, რეალობას ვერ გავექცევ. თუმცა ეხლა ალიევს რაც შეეხება, ფაქტია, რომ აზერბაიჯანელებისთვის არა, მე სხვა რამეს მოვიდა. დაალაგა რა. უბრალოდ ვამბობ რა, აი ამ თემებს რა.
სამწუხაროდ ჩვენ რაც არ უნდა იყოს, იმიტომ კი არა, აი რაღაცა რო იტყვი კაცი მაშინვე ჩასაფრებული ხალხი, იმიტომ კი არა რომ მე ბიძინა ივანიშვილისადმი რაღაც აი კონკრეტული მტრობა გამაჩნია, მაგრამ ნუ ხო ხედავთ გამიგე რომ ჩვენ არ გყავს არც პრემიერი არც ანუ და არც გყავს და არც გყავდა ეს წლები რა ანუ არავითარ ნუ ახლა არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ახლა ისეთი ცუდი გაგებით არ მიმიღო ლაშა მაგრამ აი ხოლე ბიძინა ივანიშვილმა რა თქვას რომ ლაშა მინდა უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი ხო გახდები ძმაო პრემიერ-მინისტრი და ყველაზე დიდი უბედურება რა არის აი გახარიას დღეს ხო აგინებ აი დაიწყეს გინება ყველა აგინებს ნუ ის ყოფილი ეს დანაგუნდელი ხო რომ მაგალითად ბიძინამ უთხრას რომ ახლა ამ კაც ფეხები უნდა აულოკოთ აი იგივე ტემპით იგივე იმითი გააკეთებს შემართებით. იგივე შეიძლება უფრო მეტი შემართებითაც და აი ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი, ეს არის ქვეყნისთვის დამღუპველი. აი მე პირდაპირ ვიტყვი. ამაზე მეტად უფრო დიქტატორული კანონები, ამაზე უფრო მეტად თulis მდგომარეობა რო იყოს დაჟე ქვეყანაში რაც დღესაა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იყოს პირველი კაცი ეხლაც არის, ხო ესე რა. ანუ აი იყოს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რა სიტყვაზე რა, ან პრეზიდენტი სიტყვაზე რა. ქვეყნისთვის მაინც უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ დღეს ჩანს რომ ავტორიტეტი აღარ არსებობს. აი ავტორიტეტი არ არსებობს, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება ივანიშვილის გარეშე. თუმცა მე ერთი რაღაცა მინდა ახლა აბსოლუტურად გეთანხმები, რასაც ამბობ, აბსოლუტურად, მაგრამ მინდა დავამატო მაგას რა, უყურე, აი თუნდაც გახარიას გამოსვლა რა ხო, რამდენიმე ხნის უკან იყო, ხო? მე მგონი გუშინ წინ იყო. გუშინ იყო იმ რაღაც სტომაზე, ხო? ხო, 2-3 დღის უკან მოკლედ რა. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქმე რაშია უყურე? მე ყველაზე მეტად არ მიყვარს ის ხალხი, ვინც სანამ არ მოხსნეს, ხმარს არ იღებდი. რა თქმა უნდა. აი მე ეგეთ ხალხზე მაქვს სერიოზული გართულება. ნუ გახარია კი გადადგა, მაგრამ ნახერაში იყო საქმე. გადადგა არა, გადადექიო უბრალოდ და გადადგა. გადადგა სიტყვაზე შეეძლო ცოტა ხანი გაჩერებული იყო, მაგრამ გახარიას ყველაზე დიდი დანაშაული რა იყო, ნახე? გახარია რომ გადადგა. მას ერთი სიტყვა არ უთქვია ივანიშვილზე. კი ბატონო. ერთი სიტყვა არ უთქვია, მაშინ პირიქით ჩადგა ძალიან ესეთ ნეიტრალური არ ქვია, მოდი ამას ვთქვათ. გველაძუა პოზიცია დაიჭირა, იმიტომ როგორ იყო ხო, ბიძინამ თქვა რომ მე აღარა ვარ, წავედი ოცნებიდან და მეც წავედი. და საერთი 3-4 თვის მანძილზე აგროვებდა მომხრეებს იმ გაგებით, რომ უმრავლესობას ეგონა და ჯეროდა, მათ შორის მცირე ბიზნესმენებს, ვისაც პირადად ბიძინასთან არ რო ეს ბიძინას რო აი ხო რა ბიძინამ გამოიყვანა და ოცნება ბოლომდე ჩარეცხოს ხო მაგრამ მე უკვე ბიძინამ რო ეს გააკეთა და მე დაიწყო ნელა ლაპარაკი ამაზე ნელა ლაპარაკი და აი ეხლა ამბობს რომ ის უჩინარი კაცი ესეთი კაცი და თქვენს კი არ ამბობს 100%-ით მართალს ამბობს მაგრამ ზუსტად აი ამ დროს შენ რასაც ამბობ 100%-ით გეთანხმები ხო ის კი არ უნდა ეთქვა გახარიას რომ მე მაგალითად იმ პრემიერს ჯობდი ღარიბაშვილს ან ამას ჯობდი ან იმას ჯობდი თავისი შეცდომა უნდა ეღიარებინა უნდა გამოსულიყო პირველივე დღეს და უნდა ეთქვა რომ აი ამის გამო მივდივარ მე რომ მე არა კი პრემიერი მქვია სიტყვაზე მაგრამ ნუ არანაირ ბერკეტი არ გამაჩნია და ეს კაცი ჩემზე ბევრად უფრო გავლენიანია ქვეყანაში ანუ მე პირველი პირი მქვია მაგრამ არა ვარ რეალურად პირველი პირი მას უნდა დაეგმო ზუსტად ის ივანიშვილის საქციელი და მაშინ მე ვფიქრობ მომხრეც გაცილებით მეტი ეყოლებოდა დღეს და მართალიც იქნებოდა იცი რატო ლაშა რომ აი მაგის თემაც ესეთია ზოგ მაიცის თქმა რომ აი მანამდე ამას ამბობდა ეხლა ამას რატო ამბობს რა ნუ მანამდე მეგონა რომ წესიერი კაცი იყო ძმაო და ვენდობოდი და დავინახე რომ რაღაც გადაუხვია გზას ესეთი ყოფილა რა არა მაგას არ ვიძახი მე აჩო გახარია მოიცა გველაძუა ვარიანტში მოიქცა გველაძუა ვარიანტში ეხლა მეორე თემაა უყურე არ ვიცი შეცდომით თუ როგორც იყო ეხა შენ რაც თქვი რომ ეგონათ რომ ბიძინამ სპეციალურად გამოყო ეს რომ შეექმნა პარტია ცალკე რომ ხალხს ეგონა ხო ბევრს ვისაც ბიძინასთან არა მოდი ამასაც ცოტა ჟარგონულად ვიტყვი ვისაც ბიძინასთან доступი არ ხო შესაბამისად ეს რახან რაღაცეებში იმისთვის თავი გამოიჩინა იმ პერიოდში და არც იმას დავმალავ რომ მენეჯმენტურად რაღაცა კარგი თვისებები გამოავლინა ამ კაცმა რაღაც კონკრეტულ ვითარებებში. დაალაგა ბევრი რამე ისე რომ აი რაღაცნაირად კანონი იყო თუმცა მე გეტყვი პირდაპირ და შეგვიძლია ამაზე საათობით ვილაპარაკო, უბრალოდ ახლა ამას არ მინდა რომ მოგაცდინო არც შენ და არც ჩვენი მსმენელი გახარიას მთლიანად პანდემიის დროს მართვა იყო ბოლომდე ჩავარდნილი რა.
რა. კი, იყო. ხარვეზების მეტი რა იყო. ხარვეზებზე არ არის საუბარი. ბოლომდე იყო ჩავარდნილი. ეხლა რას ვიზახი უყურე? აი უცბად გამოიყო ეს კაცი. გამიგე? ვითომ პოზიციაში ჩადგა. ანუ როგორც მიშას დროს იყო რა, გამიგე? მარტო იყო რამოდენიმე ის რა ოპოზიციური პარტია, რომელიც აწყობდა მიშას. კი. რო ყოფილიყო. მიხვდი? იყო იქ შალვა ნათელაშვილი, სულ რაღაც ვითომ ოპოზიცია თუ პოზიცია თუ როგორც არის რა. თვითონ შექმნა ის KDM რაღაც. არ ვიცი ხა მე არ ჩავგონავდები ამას. შალვა ნათელაშვილი იყო თავის პარტიით. იყო პარლამენტში არის ქრისტიან დემოკრატები. შალვა არ იყო პარლამენტში. ხო, როგორც იყო რა, ქრისტიან დემოკრატები იყო და იყო კიდე რამდენიმე პარტია. შენ ხო კარგად იცი, მე მაშინ მუშაობდი გორის თეატრში მთავარ რეჟისორად. ეს რატო ვიცი ახლა ვინც აწყობდა ისინი რო იყვნენ მარტო ოპოზიციაში, ახლა მაგის მაგალითს მოვყვები. გორის თეატრში მუშაობდა, გორის თეატრში ვინც იყო დირექტორი, სახელდაგვარ შეგრებულად არ ვასახელებ, ძალიან კარგად მიხვდებიან გორელებიც და ნუ თვითონაც თუ უყურებს ამ ჩვენ პოდკასტს მიხვდება. მოკლედ ერთადერთი პარტია, რომელზეც შეგვეძლო, რომ კარი გაგვეღო, შემოგვეშვა და შიგნით ჩაეტარებინა ყრილობა და ხალხთან შეხვედრა, იყო ქრისტიან დემოკრატები. მიშას დროს. თარგამაძის პარტია, პატარა ხო, აი ეს ჟურნალისტი რო არის რა. მარტო მაგას ქონდა. ისიც როგორ იცი? სხვადასხვა ნიჭიერი ჟურნალისტი არის, არავინ არ უნდა დაუკარგოს. მე ძალიან ნიჭიერს ვამბობ. მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ მაგი ძალიან ნიჭიერი იყოს, მაგრამ თუმცა რაღაცები იცი. ნუ სხვა ჟურნალისტებთან შედარებით. ხო, ნუ ეს ჩემი პირადი აზრია. ასაგებია. ხო და რას ვიზახი უყურე? როცა რაღაცა იგეგმებოდა, შეხვედრდა რაღაცა, თავისთავად კუდიდან მოდიოდნენ ხალხი. იქ შეთანხმებული ჩვეულებრივად რა ესენი შემოუშვი ამას დაესწრებიან ჩვენი აქტივი ჩვეულებრივად რა ჩაწყობილია რამე გადახდილი ვიროდის ტაში დაუკრას ვი რაღაცა ყველაფერი ეს მოგვარებულია ეხა მართლა ფული მისეს ვინმეს თუ არ მისეს მაგას არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ის იმის ყრილობებს ჩვეულებრივად ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივები რა კი ერთადერთი პარტია იყო იმიტომ რომ შალვას როს დომოდა თქვა ნათელაშვილს მოსვლა და რამე და შემოსვლა და თეატრში ჩატარება არ შემოუშვებდნენ რა ჩვენ არ შემოვიდა, ანუ დირექცია არ შეუშვებდა, ხა ის ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ანუ წვალიშუკი ქონდა ანთებული ამას. იყო ეგეთი თემა რა. აი ანალოგიური სიტუაციაა ეხლაც, გამიგე? მე შეიძლება ძალიანაც არ მიყვარს ეს ალტინფო თუ რაღაცა რაც არიან რა. მეც ასევე მაგრამ ეხლა იმათ უქმებ პარტიას 5ჯერ თუ 7ჯერ თუ რამდენჯერაც გავუქმე. რაში ეცი საქმე? მეც აი სხვათა შორის ალტინფოსაც რა არის ახლა იცი აი აბსოლუტურად როგორ გითხრა, აი სხვადასხვა პოლუსზე დგევართ აზროვნებად. კი ბატონო, მეც მათ შორის. ხო, სხვადასხვა, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე ვარ იმისი, რომ ეხა 5ჯერ შემოიტანა ხალხმა, 5ჯერ რაღაცა გააკეთა და არეგისტრირე რა, მიეცი. ფაქტი დადე, რატო უხარვეზებ? მიეცი რა უფლება რომ მიიღოს არჩევნებში და თუ ხალხი არ უჭერს ხალხს, მიიღო მონაწილეობა და აიღო ცოტა ხმა. ნუ გავიგეთ ეს დასაგებია. ეხლა რაშია საქმე, იცი? კიდევ ერთხელ ვამბობ, აქაც მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები ალტინფოს შეხედულებას, ხო? 3%-მდე აიღეს ახლა ამათმა. ეს 3% რაღაცა 60,000-მდე ადამიანია. დაახლოებით. ხო, უნდა წერო ესე 60,000 კაცს წესით უნდა გქონდეს იმის უფლება და 50,000 კაცს, რომ პარტიის შექმნის უფლება უნდა მისცე რა. ხო, ნუ რა არის რა, შენ თუ მეუბნები ნაციონალურ მოძრაობას ეხლაც მიიღოს. გაიგე მონაწილეობა მაშინ შენ ჩემ თვალში ხარ არა ობიექტური ტიპი პირდაპირ გამიგე ნაციონალური მოძრაობა არის ჰაერივით საჭირო ქართული ოცნების გასაგებია კაცო მე განა არ მესმის ეგ მაგითი მოიგეს ბოლო სამი არჩევნები ალტინფოს თელი აი რაშიც არ ვეთანხმები და რაშიც არ ვეთანხმებოდი რა და მანამდე ირმაინაშვილის ეს და თარხან მოურავის ხო ირმაინაშვილს და იმათ და უბრალოდ ერთი-ორი სიტყვა მინდა თქვა რა ესე იგი ნახე რაში გახარჯეს ამათმა მთელი თავისი დრო და ენერგია გინდაც იმათმა და მე ამათმა ესე ირმაინაშვილი საერთოდ ვიცე-სპიკერი იყო ვიცე-სპიკერი და მთელი თავისი აი ეს 4 წლიანი საპარლამენტო მოღვაწეობა რაში გახარჯა რომ დილიდან საღამომდე ლაპარაკობდა ბოკერიას ბოკერია, ესა სააკაშვილი ბოკერია. ეხლა რა არის, იცით? უბრალოდ ეხლა რომ მიდის ამ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი რა. ლაშა, 12 წელი ეს ხალხი ხელისუფლებაში აღარ არის რა. და შენ დღეს რატო მელაპარაკები მე
ნაციონალურ მოძრაობაზე ისე დღეს იცი რაზე უნდა გქონდეს ქართულ ოცნებას საუბარი და აი ამ ოპოზიციურ პარტიებსაც რაზე უნდა გქონოდათ იცი საუბარი აი ირმაინაშვილს იმაზე კი არ უნდა ელაპარაკა რა ქვია ბოკერიას ბიზნესზე უნდა ელაპარაკა იმ გახარიაზე უნდა ელაპარაკა აი მართლა აი ის დროს 12 წლის შედეგებზე გაქანებული მართლა პანდემია რო იყო და ეს ნომრები 1000 აი ეს უაზრო შეზღუდვები ხო ყველა გასუსული იყო ლაშა სხვათა შორის გინდა ისე გაიგონ გინდა ასე გაიგონ კიდე ერთხელ არც ერთი პარტიის მომხრე არ უნდა ვერ ვიქნები რასაც უყურებ მაგრამ ერთადერთი იყო თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გირჩი რომელიც პანდემიის დროს შედარებით ობიექტურად და სწორად უდგებოდა თემებს. ისე სხვათა შორის მე არ მინდა ეხლა რეკლამა გამომივიდეს. არა, რეკლამა რა შუაშია, იაგო გირჩზე ამბობ შენ, ხო? ხო, აი მაგათი მეგრელიშვილი და ისინი. სხვათა შორის არ მინდა, ნამდვილად არ მინდა, რომ ეხლა რაღაცა გირჩის ეს რა ქვია, რეკლამირება გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხებში, რასაც გირჩი იძახის ხოლმე, ძალიან ბევრ საკითხებში. ნუ მაგათი ყველაში არა. აი მე მაგალითად მაგათ ბევრ ამაში არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდი და დღემდე მოწინააღმდეგე ვარ იმისი სამხედრო იმაზე რომ შემოიღეს ეს და ეპისკოპოსობას და იმას. ხო, არა. აქ რა იყო, იცი? აქ დოგმატები იყო დარგული და იმიტომ თორე იმას გან არ ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, რომ საერთოდ ეს რაღაც სავალდებულო უნდა გაუქმდეს რა. არა, ჯარის მარტო ჯარზე. არა, ჯარის მმართველობით ამ საკითხში არ ვეთანხმები. ძალიან ბევრი სწორი ხედვა აქვს, ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჩემიდან ავიღებ რა, სწორი ხედვა აქვს რაღაცეების მიმართ, დემოკრატიული, რაც თავარია. სწორი და შეიძლება ყველა სწორი არ იყოს, მაგრამ დავა შეიძლება, საუბარი შეიძლება, დახვეწა შეიძლება. მე იმიტომ ვამბობ, ჩემი მეთქი, ჩემი შეხედულებით, რომ მე ესე ვთვლი და ვფიქრობ, შენ მეც ესე ჩავთვალე ზუსტად რომ პანდემიის დროს ყველაზე სწორი შეხედულება ქონდა მართლა. შესაბამისად, ჩემთვის ბევრად მისაღებია ხოლმე, რასაც იაგო გირჩი იძახის ხოლმე და თუნდაც მიდგომები რაღაც საკითხების მიმართ, თუნდაც ეხლა ამ ოპოზიციური დვიჟენიის თვალებში რაც გარეთ ხდება გზის გადაკვეთებთან დაკავშირებითაც რაც მაგასა აქვს პოზიცია და მიდგომა გამიგე, ამაში რაღაცებში ვეთანხმები. მაგრამ რაღაც ისეთებში არ ვეთანხმები, რაც ხარ ჩემთვის მიუღებელია, ის ჩემთვის მიუღებელია და მორჩა ამბავი. მაგრამ ეხლა უყურე რაშია საქმე. ჩვენ ანუ ყოველთვის რა ეს რატომღაც გჭირს რა ქართველებს რა, წარსულით გვიყვარს ცხოვრება რა. წარსულით რა, აი გინდა ტრაბახის მხრივ, გინდა ცუდი საქმეების მხრივ რა. აი ის რომ აი იქ უკან ბიჭო გავიგეთ რო არ გვინდოდნენ, იმიტომ არ არიან, რო აღარ გვინდა, იმიტომაც არავინ არ აძლევს ხმას, რო დიდ მასას ახსოვს ყველაფერი და ასე შემდეგ. დაიწყეთ ლაპარაკი რომ უნდა აკრძალოთ, ანა აიკრძალოს კანონმდებლობის დონეზე ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია, კი ბატონო, ამაშიც გეთანხმები. აი ამაშია ზუსტად. მე გამოდიხარ მე, გამიგე, მეუბნები რომ მოდი, მოდი, იყოს ზეგამი. ანუ ნახე რა ხდება, მილიონზე მეტმა კაცმა მოგცა ხმა, ხო, 1.200.000. შენ შეპირდიეს და დღეს უკვე გამოდის მდინარაზე და ამბობს, ვიცი რა, კი შეკვირდით, მაგრამ ეხლა ესე გვინდა რა. არა, დომაზე არ არის აქ. არა, ამას ესე ქვია, რომ იცი რა, მოგატყვილე, მოდი ამას ვთქვა, რა სიმართლე და მოგატყვი, ხო? მოგატყვილე რა, შეკვირდი, მოგატყვილე ძმა. ეხლა უყურეთ რა ხდება და რაშია საქმე რა, რომ ესე იგი ნებისმიერი ფორმით ახალი ვიღაცის გამოჩენა ოცნების ხელისუფლებისთვის პრობლემაა. ხდება უკვე პრობლემა. პრობლემა იმიტომ რომ თუნდაც იაგო იმიტომ რომ უნაციონალურ მოძრაობოთ, აი იგივე იაგო გირჩზე ავიღოთ, ხო? მათ აიღეს 3.5%. კი ბატონო. რითი აიღეს, ხო? ოფისები მაგათ არ ქონდათ, მოდი არაფერი. ოფისები მაგათ ლაივში გასვლით აიღეს. ლაივში გასვლით აიღეს 3.5%, ხო? კი ბატონო. ხო, ნუ ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, თუ 7-იანი იყო, არ ვიცი, მეგონა 5-5-იანი. ხო, 5-იანი. ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს მანდაც ამაზეა საუბარი, 60 თუ 70,000 კაცმა ხარი დაუჭირა თან ყველანაირი რესურსის, ამას ქვია ყველანაირი რესურსის გარეშე. აი ესე უბრალოდ ლაივიდან ლაპარაკით. რესურსის გარეშე. ხო, ამას ინტერნეტით. ხო, იმიტომ რომ ეხლა ნაციონალურ მოძრაობას თუ ავიღებთ, ხო? და მიიღო 11% სიტყვაზე, ხო? მიიღო სამჯერ მეტი იაგოზე, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ყველა რაიონში ოფისი ქონდა, ყველა რაიონში. აქტიური. ხო.
ყველა რაიონში ანუ ეს პარტიული ისინი ქონდა. მის გვერდზე იდგნენ რამოდენიმე საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენი, საკმაოდ სერიოზული ფულით. გარდა ამისა, სახელმწიფოს სერიოზული დაფინანსება. კი ბატონო. სერიოზული დაფინანსება. გაცილებით მეტი ვიდრე ამ რაღაცა იაგოს და იმას, ხო? ხო და აი ამაშია საქმე, რომ ამისი ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას რეალურად რა, მაგრამ ოპოზიციის მთელი მთავარი უბედურებაც ეგ იყო რა, აი მე ახლა ვამბობ ირმაინაშოზე, იმიტომ რომ შენ მოხვედი იმაში ხელისუფლებაში და რამდენ კაცს ვიცი რომ აინტერესებს პენსიის ამბავი აინტერესებს, წამალი აინტერესებს, გზა აინტერესებს, სამსახური აინტერესებს, სოფლის მეურნეობა და შენ დილიდან საღამომდე ბოკერია, სააკაშვილი გაიძახი. ნუ ახლა იცი რა არის? ოცნებაზე არაფერს არ ამბობ, მაგრამ გეტყვი რაშია საქმე ლაშა. აი პირდაპირ, ხო იცი დაჟეჟოსო, გატეხილი ჯობია. ერთი უბედურება არის საქართველოში. რაც არ უნდა იყოს. აი მაგაში, აი იაგოს პარტია მართლა მისაბაძია და ახლოს ვერ მოვა ალტინფოსთან. და რატომ გეტყვი? აი მაგაში მისაბაძია. იმიტომ რომ აი ალტინფო ყველას ლანძღავდა, აგინებდა, ბიძინაზე არა, ოცნება. აი მე ჩვენ ახლა ოცნების გვერდზე და აი მის გვერდზე არა, აი ოცნების გვერდზე დავდგებით, ოცნების და ოცნებამ რაც მაგათა დამართა, აი დამართნა ეგეთი უნდა. დაატესტინა ამათ ეს თემები. ეხლა აგინებენ იმათაც. დაატესტინა ეს თემები. ამ ქუჩაში ათრია ეს ხალხი. ამ თემებით. ეს თემი დააჭერინა ამათი მომხრეები და ყველანაირად მიითვისა ამათი რაც იყო მისაკუთრებები. ნორმალური აი ნორმალურს შეიძლება არ იყოს. რაც კონსერვატორული ფლანგის რაღაცეები თემები მიითვისა, თავისკენ გადაკაჩა აქედან ვინც უნდა წამოეღო და ესენი ისე მოისროლა მართლა რომ აი ამას მოუბრუნებლად. აი ქუჩურენაზე რო თქვა, აი გადააგდო მოუბრუნებლად გადაა. როგორ იცით რა, აი პროსტა სახელდაგვარ შენსაც რო შეწორო პარტიას გავაუქმებ უთხრა რა. მოუბრუნებლად დაბლოკა რა, ჩვეულებრივი. და ეს არის ზუსტად კიდე ერთხელ საქმე იცი რაშია რომ ზუსტად ალტინფოს ბრალია, იმიტომ რომ შენ როდესაც იმაში ხარ, რა ქვია, პარტია ხარ? პარტია ოპოზიციურ პარტიის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდეს რა. ბატონო. პარტია უნდა გამოდიოდეს მართველი პარტიის წინააღმდეგ. ეხლა აქ მეორე მომენტია, მართალია, რასაც იძახი აჩიკო, უბრალოდ აქ მეორე მომენტია რა. ეხლა გამოდიოდნენ და NGO-ებს ებრძოდნენ. გახსოვს ესენი გამოდიოდნენ, NGO-ები და ის რა ხარ, LGBT-ები და ყველა საინტერესო რა იყო. სულ ამბობდი ერთ რამეს კაცო. მე როცა ცოტა ხანი ვიყავი რაღაც პოლიტიკაში, ძალიან ცოტა ხანი პირდაპირ კანცელერიასთან ჩავატარეთ მაგ LGBT-ის თემაზე აქცია, რომ საწინააღმდეგო და თქვით, რომ ეს კანონი არ არის მისაღები, ხო? ბიჭო, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. კანონს როგორც კი მიიღებს პარლამენტი, ხო? მორჩა დამთავრდა რა, მე უკვე კანონის ძალით ნებისმიერი თემას აღკვეთ რა. და არა ის მაგალითად აქ როგორც იყო, რომ ვიღაცა ორი კაცი ლისის ტბაზე შეიკრიბებოდა, აბა გავიქეცით ლისის ტბაზე. მე ვიღაცა იმის ბაღში, აბა გავიქეცით ამის ბაღში. ჩემთვის რა არის, შენ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება LGBTQ+- ფესვი 4 რაღაცეები ხო არიან მაგათ მიმართ. იმიტომ კი არა რომ მეზიზღებიან თუ რაღაცა, არა, უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება შენ ხო, შენ ქართული ტრადიცია ადამიანს არ არის შენი. მაგრამ ეხლა უკვე რა ხდება, მე ისასო ცემოტყეპო. ის რომ ის არ მომწონს, ხო, აი ალტინფომ რაც გააკეთა მაშინ ლისის ტბაზე რომ ავარდნენ და იქ რო არ დახვდნენ ესენი რა, გაიგეს რომ მოდიანო თუ რაღაცა. და მე კოკაკოლები რო ჩაიწყოს ხალხო ჯიბეებში. აბა. იცი რა არის, ზუსტად მაგაშია საქმე. აი აქ არის თემი. აი მე ეგ უფრო არ მევასება ეგეთი ადამიანი. რა თქმა უნდა. ყურე შენ მიხო, შენ მე მაგ ჩხუბი აჩიკოს. მოდი მარტივად გეტყვი. მე მაგ ჩხუბი აჩიკოსთან. მოვედი აჩიკოსთან იმაში, სახლში. ეგ რა საქციელი. გაიგე, დავაკაკუნე კარები, გამიღო კარები მეუღლემ. აჩიკოს მეუღლემ. გამარჯობა აჩიკოს სახშია, არ არის სახში, წავიდა. თუ რაღაცა. დაჟე მითხრა რომ იცი რა გაგერიდა თუ რაღაცა და მე უცბად შევარდი გავწიე გვერდზე აჩიკოს ჯვარი წერია ყველას და ყველაფერს კაცომა. გავწიე გვერდზე და წავედი აჩიკოს კომპიუტერი ავიღე, ჩავიდე ჯიბეში, სასმელი გამოვიდე. არა, თან ყველაზე მაგარი თემა რა არის? ნახე ყველაზე საინტერესო. მე რანაირად ვარ იმაზე უკეთესი. კაცი რომელიც მაგ თემას ებრძვი, ხო? მაგ თემას ამბობ და მე ვფიქრობ რომ საბრძოლიცაა და ოღონდ იმითი თავში ჩარტყმით კი არა. იდეურად ახსნა, გამარტება, ხო, რომ ეს არის, ნუ ძალიან ძიმედ სოდვა, ეს არის, მაგრამ ნახე რა არის. შენ ერთ სოდვას ებრძვი და ამ დროს ჩადიხარ მეორე სოდვას. ხო? იმიტომ რომ ვინც თქვა რომ მუშობა, მამათმავლობა ეს არ შეიძლება, იმანმე თქვა რომ მოპარო არ შეიძლება. შენ შედიხარ
და იპარავს ხვის ნივთებს, იწყობ ჯიბეში და ეხლა თან ყველაზე ისე ვიპარავ ვიღაცებს შევა კაცური ვისაც აი ვინც აი ცოტა ისეთი რომ ამართლებს კაცურ პონჩი და იმაში ხო? ეხლა ნუ პოდკასტი ამიტომ ვამბობ, ხო? ან თუ ესეთი თემაა, დაუმალავი თემაა, ხო? ამ ციხეში ზიანის ვაშკაცები, მუჟიკები, ისეთები, აცეთები წესიერი ყავდა. ყველანაირი. ქათმები, ხო? ქათამის მოწოდებულ სიგარეტს არ ეწევა ხალხი და ხელის დადება არ შეიძლება, ხო? და შენ რა გამოვიდა? ხო, ნუ რაცა მე ხარ ეს ძალიან დატვრებით არ ვიცი, ვიცი აი ესე ზედაპირულად რომ იმას აი რაღაცა რომ გამოართვა თუ რაღაც დაერქვა. ხო, ნუ გასაგებია. ხო, ნუ ვიცი რომ რაღაც არ შეიძლება ესეთი რამე, ხო? ხო და წარმოიდგინე შენ ებრძვი ამ ქათმებს ვითომ? ებრძვი და ქათმების კოკა-კოლა, ქათმების ლიმონადი და ქათმების ის ჩაიდე ჯიბეში და წამოხვედი რა. პარალონები მაგრამ თელი უბედურება რა იყო, იცი ზუსტად აი თელი უბედურება რა არის, რომ აი ეგონა ირმა ინაშვილს, ეგონა დამათაც გამიგე, რომ აი ოღონდ ბიძინაზე არა თქვა და აი ამეებზე აი ეს და ეს გაუправდებოდათ რა და არ არის ესე ბიძია. არ არის ხელისუფლება, ხელისუფლების ოპოზიციის ვალი არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ნაციონალური მოძრაობის რომელიც აღარ იყო ხელისუფლებაში რა. გასაგებია აქ მეორე მომენტიც მესმის კიდე რომ საცეცები ხო იცი რაც არის რა აი საცეცები აქვთ ჩატეხილი ჩატოვებული რა იმათ და ამაზე მიდის ახლა ლაპარაკი რომ საცეცები არა მოდი ლაშა მანდაც დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი რა არანაირი საცეცები არა აქვთ დატოვებული ნაციონალურ მოძრაობას მით უმეტეს ქართულ ოცნებაში არა ოპოზიციაში ვიძახი სხვადასხვა პარტიებში რა ეხლა რომ დაიყავი და იმას დაერქვა ახალი ამას გუთვერნები იმას ოხრები ამას რა მნიშვნელობა არა ეგ ერთია ეგ ერთნი არის ხო მაგაზე მაგრამ ესენი კიდე მაინც იცი 10 თავი ჯობნიან იმათ ვინც ნაცებში რო იყვნენ და მიშას რო იძახდნენ და როგორ იძახდნენ იცი ყველაზე მეტად გადატყავებული რო ქონდათ ეს ხელები ტაშის ყრით ხო და დღეს აგერ დავინახეთ რომ წარმოჩდა იმაში რა მაგრამ მანდ მეორე მომენტია კაცო 2005 წლამდე 5-6 წლამდე ხო ყველა მიშა იყო ნუ არ იყო თლად ყველა მაგრამ ძირითადი მასა იყო იმიტომ რომ მართლა არის რაღაცა კარგი ნაბიჯები გადადგმული მიშას დაწყებულ პერიოდში აი დასაწყისი პერიოდში მიშამ ბევრი შეიძლება კაი ნაბიჯი გადადგა მაგრამ მიშაც როგორც ბიძინა და რაც დღეს მიმდინარეობს აი ეს ანგრევს და ანადგურებს ქვეყანას რომ მიშა მაგარია შენ ხარ ღმერთი შენ ხარ გადამრჩენელი დღეს როგორც რასაც მე თუ არა ვარ არავინ არ არის ხო აი მიშა რო არ ყოფილიყო ესე იგი არ აგვეშველებოდა მიშადან დაიწყო ისტორია და დღეს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ რაც სამწუხაროდ არ უნდა იყოს ლაშა იგივე სვისმეთ მართველი პარტიიდან ბიძინა ივანიშვილზე რა რომ ბიძინა ეს არის ომს გადაგვარჩინა იმას გადაგვარჩინა მაგრამ ამას გადაგვარჩინა თუმცა განსხვავება ბიზნესსა და მიშას შორის არის ძალიან დიდი. ხო, მაინც არ მოსულა რა. ნუ რას ნიშნავს, ხო კაცის დიდება ასეთი და ეს მეტი კი არაფერი არ არის, ბელადომანია. მაინდა-მაინც ის ლედინის ძეგლი კი არ უნდა დადგა და იმისი რა ქვია რაღაცა ბრეჟნევის, ხო? კაცი რომ გამოდიხარ და ამბობ ყველაფერს უправებ ამ ბიზნესს და ამბობ რომ აი ეს ბატონმა ბიზნესამ გადაგვარჩინა და ეს გვიქნა და ეს გვიქნა. ეხლა მე აი არ მინდა ხოლმე რა ეხლა ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენო რა ლაშა რა, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი რა. Deep State-ი გვებძვის და ეს გვებძვის და ის გვებძვის რა, კარგი რა, კარგი. აი მაგას დავანებოთ თავი. Deep State-ი რომ ჯერთ ეს Deep State-ი ხო ვერავინ დაადგინა რა არის წესიერად, მაგრამ კარგი რა. ამერიკას ЦРУ-ს უნდა და ბიძინა უშლის ხელს. არა, მაგიტო ვიძახი რა, ეგეთი რაღაცეები ზოგადად მერე ჩნდება, დროის გასვლის შემდეგ ჩნდება რეალურად რა. და ამიტომ ეხლა ამაზე ჩვენ გვაქვს პრეტენზია მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში მაქვს იმაზე რომ ბიჭო რო დამპირდი ძმაო რომ ამათ ეხლა მე კონსტიტუციურ დონეზე ავკრძალავ და მაგისტვის მიტარებ ამ იმას რა ქვია საგამოძიებო იმას კომისიას ხო რას ნიშნავს ეხლა მოდი ეხლა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა რას ნიშნავს ლაშა რა არის ეს საგამოძიებო კომისია კიდე ერთხელ რა ეს არის არა ეხო მაგისტვის დაიწყო
მაგისთვის დაიწყო თითქოს, მაგრამ იქ ხალხი რომელიც მოიწვიეს და ალაპარაკეს ლაშა, მე რასაც უყურებდი, ეს არის მაინც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველანაირი კომისია კარგია, კარგი ესეთი ტიპის კომისია, თუ სწორად მუშაობს ეს კომისია. მაგრამ ახლა ნახე, კომისიაზე გამოყავთ კაცი, რომელიც იძახის, რომ მე მემუქრებოდენ ჩემი 14 წლის გოგოს გაუპატიურებით ეს და ეს საუბარი მიდის რაზე? ეს მიდის საუბარი რაღაც 2009 თუ 2008 წელს მოხდა ეს ყველაფერი, ხო? 2012 წლის შემდეგ ერთი პროკურორი, მეორე პროკურორი, მესამე გენერალური პროკურორი, მეოთხე, სულ ყველა შენი როა, სუსი შენი როა, პოლიცია შენი როა, ამ კაც შეტანილი რო აქვს ეს საბუთები და ნაჩივლი რო აქვს ყველა ინსტანციაზე. და არაფერი რო არ ხდება და შენ თეატრულუკიანი რომ მასმენინებ ამ კაცს, თუ თან ესე რო ესე ვაი, რა ვაი, შეკაიკაცო, კაცს თუ ის არის ბავშვი მიუყვანეს და უნდა უთხრეს რომ უნდა გაგიუპატიუროთო. და ამისი დოკუმენტები არსებობს და მამტკიცებელი საბუთები არსებობს, ეს ხალხი რატოა ისა? მეც გეტყვი. ლაშა, იმიტომ ვამბობ, რომ ფარსს დაამსგავსებს რა. გაგან კურნალიძე, რომელიც მაშინ აჩვენეს ხომ გახსოვს ეს კარანტინების დაშლა და ეს საშინელებებს, რასაც ჩადიოდა ციხეში. სამწუხაროდ შემდეგ გამოუშვეს და სადღაც დეველოპერული ფირმაში ძალიან კარგად მუშაობს და კარგად ფულს შეულობს. დონაძე, რომელიც იყო იმდროინდელი გებელსი, დღეს რო შალვახავთ ამათ რამიშვილი, ეგრე, ყველაფერს რო უправებდა რა, უცებ გადახტა იმაში, რა ქვია, ნავში, იმ ნავში გადავიდა, რა ქვია, კოცების ნავში და როდესაც იქ მისულმა ერთ-ერთმა შუნტარი, მე მგონი ბუტარუფაკიძის იმან, თქვა, დონაძე ახსენა, მაგრამ დონაძეას არავინ არ იბარებს იმაში, რა ქვია, ამ რაღაც რას ეძახიან კომისიაზე. ჩვენ არ ჯერჯერობით გძელდება, ეხლა ჩვენ არ გვინდა რომ მოვლენებს დავასწროთ, ვინ იცის დაიბაროს კიდევ. ჩვენ ხო ხედავთ რომ არ იბარენ, მაგრამ მე რას ვიძახი უყურე, რო იძახით ჩვენ სიტყვის ხალხი ვართო, კეთილინებით ბიძია და ან სიტყვა შეასრულეთ ხოლმე. ან არა და საერთოდ ნუპირდებით. ესე არ შეიძლება რა. ლაშა სიტყვის შესრულება, მანდაც ისე ვიქმიდივართ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ პოლიტიკური არც ფიგურა, არც პარტია მაქვს და აქედან გამომდინარე პირდაპირ ვამბობ რომ და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერ მხარს, არც ერთს. კი ბატონო. ხო და აქედან გამომდინარე არ ვარ მხარე, მაგრამ შენ ბიძინა ივანიშვილი რომ ხარ. და რო გამოდიხარ და ამბობ რომ მე აღარასდროს აღარ დავბრუნდები პოლიტიკაში, აღარასდროს. კაცი ხარ სიტყვას ამბობ რა. და მე აგერ მოდიხარ ისევ, გამიგე? ეს არ არის სწორი რა, არ შეიძლება ლაშა რა. მე ნახე მარგველაშვილში შეგეშალა, ზურაბიშვილში შეგეშალა, იმაში გახარიაში შეგეშალა. ესე იგი შენ შეცდომებს უშვებ, გამიგე? და ეს შეცდომები თან არის სისტემატიური ხასიათის, გამიგე? ის კი არა რომ შენ შეცდი ერთ კაცში მაგალითად. ეს ანეკდოტი რო არის, ხო იცი, კახელი. ხო და კახელი რო პიანინოს უკიდს შვილს. ხო და შევა და ერთი დღეა ეს ერთ ღილაკზე უკრავს, მეორე დღეს ერთ ღილაკს მარტო ერთ ნოტას იღებს რა ამის შვილი. და ესე ნათესავი ეტყვის რომ აგერო კაცო იმის ბიჭიო ასე მთლიანად ათვისებული აქო რა ისე უკრავსო რა ორი თელითო და რაღაცა შენო ვერ მიხდიო ისო ეძებსო და ამანო იპოვაო ზეძებდა ეხლა იპოვა და დანიშნა ის სასურველი პრეზიდენტიც და სასურველი პრემიერი. მე ნახე მეორე მომენტი ლაშა ჩვენ ხშირად ახლა არასამთავრობოებზე რო საუბრობთ, ხო? ყველამ ვიცით რომ ეს არასამთავრობოები დიდი ნაწილი ვთქვათ, მოდი რა. ასრულებს იმ დავალებას, რასაც უკვეთა. კი ბატონო. ეს რუსეთიდან იქნება, რუსეთის დავალებაში ასრულებს, ბრიუსელიდან იქნება, ბრიუსელის, ამერიკიდან, ამერიკის, თურქეთიდან. ვინ გადაიხოს ბევრს? ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ შენ რო გამოდიხარ და სოროსის ფონდი იძახი, სოროსის ფონდი. ხო? და ამ დროს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე რომელიც ყავდა და დღეს ქართული ოცნების დეპუტატი, ხო? კაცო სოროსი არა, რომ მიიღო, კაი, ბიძინას თავი დავანებოთ. ბიძინას თავი დავანებოთ, აი ეგრე ვთქვათ, რომ მე მიიღო, როცა აღარ იყო პარლამენტის საგანებისა და რაღაცა მიიღო, ხო, კაი. მე ვამბობ კონკრეტულად. და შენ არჩილ თალაკვაძე რო გამოდიხარ და სოროსის ფონდს ლანძღავ. ეხლა. ხო. აი არ გაქვს რა მორალური უფლება რა. შენ მაგალითად, როდესაც გამოგიტანეს და გაჩვენეს, რომ სოზარ სუბარს რამდენი გაქვს აღებული, სუსტად აი არასამთავრობოებში რო იყავი.
და თან ხელმძღვანელ თანამდებობებზე ის კი არა რომ რაღაცა მძღოლად კი არ მუშაობდა და 1000 ლარსან 1500 ლარს კი არ იღებდა კარგი იმას ხო შენ გამოდიხარ იგივე პარლამენტის თავმჯდომარე ვინც არის გამახსენებელს პაპუაშვილი ხო წლები მუშაობდა თვითონ გაეროს იმაში მუშაობდა ისა რა ქვია ირაკლი კობახიძე ხო მე ამას ვამბობ თორე იცი რა როდესაც მიდის საუბარი ლაშა იმაზე რომ კარგი არ არის რა თქმა უნდა არ არის რა თქმა უნდა არ არის მაგრამ შენ ის ადამიანი რომ მეუნები ამას როცა საშუალება ქონდა ჭამდი იქიდან ყველაფერს ბინძურეს აკეთებდი იმათთან ერთად და დღეს მე მეუბნები რომ იცი რა ეს ნაძილები ხო ანუ ჩვენ ერთად უკაცრავთ ხო ეს ერთად ჭამდითო ქაქსო მაგრამ ჩემი ქაქი არისო რა აი მე ცოტა კულტურულად ჭამდი ხო და მოდი ახლა დავამთავროთ ეს თემა პირველი თემა რაც არის რომ და გადავალთ შემდეგ თემაზე სხვათა შორის არასამთავრობოები გადავცვალეთ წინა გადაცემის თემა იმიტომ რომ კვების სიტუაციებზე მქონდა წინა გადაცემა და ამიტომ ახლა მეორე ნახევარში გადავალთ არასამთავრობოებზე და ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება მათ თავს ისევე როგორც მთელ სოფლიოში მარტო ჩვენთან არის მთელ სოფლიოში ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება მათ თავს და ნახოთ აბა რა ხდება ზოგადად მაგათ თავს მოკლედ გადავედით შემდეგ თემაზე არასამთავრობოები და ეს ჩემი აზრი იყო ყოველთვის რა იმიტომ რომ მე ნაციონალების პერიოდში ასე რა ქვია თეატრში მუშაობდი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახლა უკვე გიორგი რატიანის სახელობის არის და მათ მუშაობდი და ჩემი ბიძაშვილი იყო ბანაკის უფროსი და იმან წამიყვანა ბანაკში კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორად. ყოველ საღამოს ეწყობოდა ხოლმე ბანაკებში კულტურული ღონისძიებები, მუსიკა, სიმღერები, რაღაცეები, რომ ბავშვები გართობილიყვნენ და ამას რაღაცნაირი ფორმა ჰქონოდა რა. და წავედი მე და იქ ვიმუშავე 2 წელი ზედიზედ რა. 2008-ში მე ომი დაიწყო და დროზე ადრე დაიშალა ბანაკები კი არა და ლამის ქვეყანა დაგვეშალა თავზე ბანაკებს ვიყავი და 2009-ში ხელახლა 1 წელი კიდე იმას აქნა რა ქვია ფუნქციონირა ამ ბანაკმა და ვიყავი იქ და იქ მოდიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი რა ქვია ლექციებს მართავდნენ ამ ბავშვებთან რა და მე არ მევალებოდა ლექციებზე დასწრება არანაირად რა, მაგრამ ახლა იქ რო ვიყავი და მაინტერესა და რამოდენიმე ლექციას დავესწარი რა. და მათ შორის კაი რაღაცეებიც ჰქონდათ, ახლა იქ ჩამოვიდნენ მაგალითად ჰქონდათ ერთი ლექცია შიცზე და გავრცელების იმაზე და პრევენციებზე და ასე შემდეგ და საინტერესო იყო რა, იყო სამედიცინო კუთხით, იყო პოლიტიკური კუთხითაც რაღაცეები ისა და რაღაცეები საინტერესო იყო, მაგრამ რაღაცეები პირდაპირ პროპაგანდის თემაში იყო, მიხვდი ლექციები რა, რომ აი ვითომ ადამიანის უფლებები და სინამდვილეში ამაში არის ჩადებული ისეთი რაღაცეები, რასაც ამას მაშინ ბავშვი ვერ აღიქვა. ბავშვი რო ხარ ამას აღიქავს სხვანაირად და ეს გებეჭდება მერე აქა გამიგე და მერე ამას უკვე რაღაც შედეგები მოაქვს რა საბოლოო ჯამში და მაგი დავინახეთ ჩვენ ახლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რა მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის და აბსოლუტურად არავისგან თავმოხვეული და არაფერი მაგრამ აი ჩემი აზრით რაღაცეებში ძალიან დიდი დანაშაული აქვს. ხო, აი მოდი ამას შევხედოთ რა, ლაშა ხშირად ამბობენ ესეთ რამეს ხოლმე, ხო, რომ აი ეს რა ქვია. საერთოდ ჩვენთან როგორი მიდგომა სამწუხაროდ ქვეყანაში რა, რომ აი ბრიუსელი ჩვენი მეგობარია. ხო, ვიღაცა ამბობს ბრიუსელი. ვიღაცა ამბობს რომ ეს რა ქვია, თურქეთი ჩვენი მეგობარია. ვიღაცა ამბობს რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია. ვიღაცა ამერიკა არის ხალხი, ვიღაც ამბობს რუსეთია ჩვენი მეგობარი, როცა ამ დროს წაღებულია ყველაფერი და განადგურებ ხალხი დაგვიხოცა რა არ ვიქნა, ხო? მაგრამ ნახე ლაშა რა თემა საუბარი.
ყველა დიდი პოლიტიკოსი, ყოველთვის ჩერჩილიდან დაწყებული და ყველა დიდი მწერალი და ამბობდა პირდაპირ. არ არსებობენ ესეთი მეგობრები რა პოლიტიკაში. ხო. ეხლა ნახე, წარმოიდგინე შენ ვიღაცა გერმანელი, ან ვიღაცა რუსი, ან ვიღაცა აფრიკელი სიტყვაზე. თუნდაც. ასე იგი ფულს იღებს, ჩამოაქვს შენთან და ხარჯავს. და შენ ბავშვებს აჭმევს, რატო თავისთან იქ თავის იმას რა ქვია, მოსახლეობასთვის რა, თუნდაც ზედმეტი რო იყოს რა, ვერ მიცემს. ხო? მოდი აი აქედან დავიწყოთ, რომ უკვე ნებისმიერი უცხო ფული, რომელიც ჩდება ქვეყანაში, ეს არ არის საჩუქარი. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესის გატარება, რბილი ძალა. აი მაგალითად, სხვანაირად, სხვათა შორის, აი სხვანაირ მარტივად რო ავიღოთ, იმათი 2 კილო კარტოფილია. კი, აი ხა რა ვიყოთ. ეხლა სხვათა შორის, ხო აი ეს ჩინეთმა დაიწყო ძალიან მასიურად მსგავსი რამეების კეთება. ანუ აი ჩამოყალიბება რა ეს არასამთავრობო სექტორის და როგორ მუშაობს აი ჟურნალისტები ისინი მიყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე პეკინში და იქაც მიდის მათი იდეოლოგიური რეალურად დამუშავება აი რა კარგი ხარ იქ თავში იმას კი არ უნდა გეუბნება მაგრამ მიდის უკვე პრაქტიკულად დაიწყო ამ რბილი ძალით მოქმედება ჩინეთმაც რა ანუ ჩვენ უნდა ერთ რამეში შევთანხმდეთ რა ლაშა რომ არანაირი ეს მეგობრული და ესენი ქვეყნები არ არსებობს არც ერთი უბრალოდ არსებობს უკეთესი უარესი და ინტერესი უფრო საშიში უფრო ცივილიზებული ეს მარტივად გამოჩნდა ამერიკის თემაში უკვე როგორც კი ბიზნესმენი კაცი მოვიდა აი ეს მტაცებლური მენტალიტეტი თუმცა როგორ დამთავრდება კაცმა არის მაგრამ ამ ეტაპზე რაც ხდება იმას ვიძახი რა ხო ძალიან მაგრად გამოაჩინა რა ვის რა ინტერესები ქონდა ერთმანეთთან და ვინ რამდენს იღებდა ამაში მატერიალურს საუბარი აი ხა ნახეთ არასამთავრობო სექტორზე ჩვენ თუ საუბრობთ არასამთავრობო სექტორზე ხო მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა კონტროლის ქვეშ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი რა თქმა უნდა იყოს მაგრამ ნახე ახლა მაგალითად კობახიძემ განაცხადა რომ ჩვენ ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოვყოფთ არასამთავრობო სექტორისთვის რომ განვითარდეს საქართველოში არასამთავრობო სექტორი ეს რას ნიშნავს ლაშა ეს ჯერ ერთი ნახე აი სულ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ კობახიძე რომ გამოდის ჩვენ გამოვყოფთ რას გამოვყოფთ ჯიგარი ვისგან გამოდის ვის 20 მილიონი რას ნიშნავს ხო ესე იგი შე გადამხდელების ფულიდან გამოყოფ და მიცემ ვიღაცას შენი შეხედულებით მოდი პირდაპირ თქვა შენი შეხედულებით რომელიც გამოვა და იტყვის რა კარგი ბიჭია ირაკლი რა კარგი ბიჭია ბიძინა რა კარგი ბიჭია ის თორე აგერ გაგინებთ მე თქვენ კი არ გაგინებთ გაკრიტიკებთ მოიტანეთ აბა მომეცით ფული ხო არ მომცემთ რატო იმიტომ რომ მე თქვენ გაკრიტიკებთ არ გაგინებთ ერთმა დაიმფაროს უბრალოდ ისე ხო არა ჩვენ ნაკლებად არა ამოწყვია მე არავის არ ვაგინებ მაგრამ აქ ხო არ დადეთ ფულს იმიტომ რომ ეს რომ მე მომცე ფული ხო დღეს თუ რაღაცა ცოტა ნახულობ მივდივარ რაღაც საშუალებები მაქვს ვაშუქებ ხო ხო გეტყვი რომ აი 5 მილიონი რაში შეიჭამა აქ 3 მილიონი რატო შეიჭამა ლიფტი კაცო ეხლა ლაშა იმ დღესაც ბავშვი მოკვდა ლიფტში ხო და გამოვიდა მერია და ნახე რა სიძახის იცით რა ჩვენ რამოდენიმეჯერ შევთავაზეთ მათ რომ გადასულიყვნენ სახლი ინგრევა მაგრამ ხალხმა უარი თქვა ბიჭო კანონი მიიღე დაჩქარებულად ერთ დღეში 500 ლარის მაგრამ 5000-იანი ჯარიმები დააწესე ხო მოდი აქაც რა მიიღე ძმაო კანონი ეს მართლა კაცი საკუთარი სახლიდან გასაგებია არ უნდა გააგდო და რაღაც მაგრამ ეს კორპუსი თუ ინგრევა იმის საშიშროება თუ არა შიგნით კაცი რო შევა ვიღაცა მოკვდება ხო და ვიღაცა ამბობს რომ მე არ გავალო რას ნიშნავს ეგა კაცო ეგ უკვე აღარ არის იმ კაცის პრობლემა მარტო იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს აი აქ რო იყოს პრობლემა ხო ლაშა და მე შემოგიყვამ და თავზე ჩამოგვექცეს ჭერი ჩემი ბრალია ძმაო კი ბატონო ჩემი ბრალია გამიგე და ესი არ არის და მერია რო ხარ ხო მერია რო ხარ ადექი რა დღეშია იცი ეს ძველი უბნები ლაშა მე ხა აი პატარა თაბუკაშვილის ქუჩაზე მაქვს ძალიან პატარა ესაც 13 კვადრატულიანი პირდაპირ ოთახი ერთი მეტი არაფერი რა და სანამ ჩახვალ ეს არის იცი როგორი ავარიული აი რკინებით და იმეებით და რაღაცა შედგმული და რაღაცა რა და არ ინგრევა რატო რა ეს ინვესტორი რომ მოდის ვიღაცა ძალიან ბევრი უნდა ეს დაარეგულირეთ ძმაო იმიტომ რომ იქ ჩამოვარდება ვიღაცა მოკვდება იქთან რაღაცა სამხატვრო ცენტრია გახსნილი ხალხი შედის შემოდის ხო და მე რომ ჩამოინგრევა მე იტყვიან დედა ეს რა მოხდა
დედა ეს რა დაგვემართა ამაში deep state ხო არ გიშლით კაცო ხო ათიქით ლიფტები აი ცივილიზებულ სამყაროში მითხარი ლაშა რომელ ქვეყანაში ხდება ეს ლიფტების პარტკაპურთხით წვენა ну აი საქმე მაგაში არის რა ზუსტად რომ ეს მაინც მოდივართ მაინც ისევე მოდივართ თქვენთან თავრობას სხვაგან ვერ წავალ იმიტომ რომ ვერ წავალ სხვაგან რა იმიტომ რომ როგორც ეხა აჩიკომ თქვა რა ეხა რას ნიშნავს კაცო შენ ფულს გამოყოფი იმიტომ რომ ქართული იდეოლოგიის არასამთავრობოები შეგ მაგი გამოყოს ქართულ ბანკმა თუ ძალიან უნდა ხო იმიდა რა ქვია თავისი ბიუჯეტმა და იმიდა შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობდე ეხლა შენ რა უფლებით ჩემს მაგივრად რატო არაპოპულარულ რაღაცას ვამბობდე მაგრამ აი რომ გამოხვედი გამოდიან და იციან ხოლმე უიმე ამ სპორტსმენს ღმერთმა შეარგოს ყველა სპორტსმენს აი მაგალითად ხო ის რა ქვია იგივე ის ქართული ფეხბურთელები ხო მიდიან მილიონებს აძლევენ იქ 30 მილიონი ბიძინამ გამოყო მაშინ რომ გავიდენ ღმერთმა შეარგო იმ კაცმა მიუხედავად იმისა რომ მე 1000 პრეტენზია შემიძლია წავუყენო ბიძინას სხვა თემებში ის კაც მისი ფულია რაც ვისაც უნდა კონკრეტულად ამოიღო და მისცა მაგრამ თვითონ მოჭიდავეზე მილიონი რო გამოყავით სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ არის სწორი სინგაპური რო გამოყოფს $200,000 სინგაპური უმდიდრესი ქვეყანა და შენ გამოყოფ $1,000,000 არ შეიძლება ბიძია იმიტომ რომ ბავშვები რომ შეერი გიკვდება ქვეყანაში სისხლის გათეთრებით და ონკოლოგიით დაავადებული რო არის ხო მე უნდა მკითხო ძამაო მე უნდა მკითხო რომ არჩილ შენი ფულიც რო ამ ბიუჯეტში ხარ იმისთვის მზად რომ მიცე მილიონი ბექაურს ან მე კონკრეტულად ნახე ბექაურს აჩუქეს სახლები ბექაურს აჩუქეს კერძო ბიზნესმა ღმერთმა გაუმარჯოს კიდევ ერთხელ ვამბობ რა ჩემი საქმეა კერძო ბიზნესმა მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გავითავისოთ რა ლაშა სადაც არის საუბარი ბიუჯეტის ფულზე ეს არ არის არც კობახიძის ფული არც ივანიშვილის ეს არის ესე ცოტა ჟარგონულად ვიტყვი ეს არის ოფშიაკი მოდი ესე ვთქვათ რა და ამ ფულს შენ რო ეხედი ხო ეს არის ყველას ფული და ამას უნდა შეეკითხო შენ რა რომ ლაშა ტალახაძეს მილიონი მივცეთ ბიუჯეტი და თუ იქნებ 200,000-ია საკმარისი რა და ეს დანარჩენი მოდი და აი ახალგაზრდა სპორტსმენებზე გადავანაწილოთ ვიღაცაზე მოდი ახლა ისიც ვთქვათ ხო რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდია კაცი ხო იმას 1000 ეს კროკობეთი მოპოკობეთი კიდევ ერთხელ კერძო ბიზნესი ისე ბიზნესი თვითონ ცნობადობა ხო აძლევს ფულს და აი ბავშვები ვიცი გამიგე შე რომ ფეხბურთს ვერ თამაშობს იმიტომ რომ ის 150 ლარი არ აქვს რომ შეიტანოს იმაში ბურთის ფული არ აქვს კალათბურთის ეს ბურთის ფული არ აქვს ბურთის ფული არ აქვს ხო და აი კიდევ ერთხელ ვამბობ ღმერთმა შეარგოს ყველას მილიარდები ტრილიარდები მაგრამ ბიუჯეტის ფულზე როცა მიდგება საქმე ესე რომ მე გამოვყავი 20 მილიონი და დავაე ეხლა მინდა ამას მივცე მინდა იმას მივცე ხო და თან დირექტივასაც მივაყოლებ რომ ამიტომ გაძლევ რომ ეს თქვა ხო ეს არის მიუღებელი რა კი ბატონო აბსოლუტურად ხო და ამაში არის საქმე ჩემო კარგებო რა რომ ცოტა ფრთხილად არის შენ კაცო გინდა არასამთავრობოები შექმნა მილიარდერი კაცი ხარ და ღმერთმა მოგცეს კიდე რამდენიც გინდა იმდენი მილიარდი რა მაგაზე მე შენ ჯიბეში მე არ ვიხედები გამიხარდება ადჯერ მეტი როგორ აბსოლუტურად გამიხარდება მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეხლა მე მოდი ეხლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებში შეიქმნას და მე დავაფინანსებ არ მოსულა მაო ადექი და ქართულ გინდა არასამთავრობოები შექმნას და გინდა რაც უნდა ისქნას რა იმიტომ რომ ის იმის ფულია და ღმერთმა შეარგოს კაცო ყველას თავისი ნახე ყველა ნორმალურ ქვეყანაში მაგაზეს არსებობს მონოპოლიური კანონი იმიტომ რომ ნახე რა შეიძლება შეგიძლია ძმაო ეს ფული ბევრი დაარიგო და ისეთი ჩაძირო მაგალითად პატიოსანი წესიერი მშრომელი სხვა ადამიანი რა რაღაცა როგორც ბიზნესში ასევე იგივეა ეს თემაც რა პოლიტიკაშიც და ყველაფერში მე მაგაზეც აღარ არის საუბარი აქ არის იმაზე საუბარი რომ ესე გამოდის და ამბობს რომ ბიუჯეტიდან დავაი და არ არის ესე მე ერთს ვიტყვი და მე ყოველთვის ვამბობ ეს ჩემი აზრია ჩემი პირადი აზრია რა აგერ ორი კაცის ხედვით და შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება გქონდეს მიუხედავად იმისა რომ ერთი პოდკასტი გვაქვს ხო ამაში არ არის საქმე მე შეიძლება რაღაცაში შენ დაგეთანხმო ან არ დაგეთანხმო მე ეგრეო ფიქრობდი ან არ ვფიქრობდი კაცო ეს არის ყველა ადამიანის უფლება
ეს ჩემი პირადი აზრი არის ესეთი რა, ზოგადად რომ არასამთავრობო სექტორი საქართველოსი იყოფა ორად. მე ვამბობ იმ არასამთავრობოებზე, ვინც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის შემცვლელი ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ. ხო. თორე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დააფინანსეს, თქვათ, ჯანდაცვაში რაღაც პროექტები, დააფინანსეს, თქვათ, ინჟინერიაში რაღაცა პროექტები, დააფინანსეს, თქვათ, რაღაცა არქიტექტურაში, იმაში, ამაში რაღაცა პროექტები დააფინანსეს, კი ბატონო, ეს სხვა არის. და ამას თვითონ ამერიკაშიც ამბობენ და მე მგონი ორი სექტორი დატოვეს მარტო ჯანდაცვის და რაღაცა კიდე ერთი. თუმცა ამ ჯანდაცვაშიც არის ძალიან სერიოზული ისარაკია. ნუ ეს უკვე კორუფციის თემა რაც შეეხება, ეგ უკვე სხვა რაღაცა არის. ეგ უკვე იმ არასამთავრობო ამერიკა პირველი გამოვიდა ჯანდაცვიდან. ხო, იმიტომ რომ აგერ ამტკიცებს კაცი რომ ხელოვნურად შექმნილი ვირუსის გამო ესე მოხდა და ჯანმურ რასაც აკეთებდა და დებს ტიპი ფაქტებით დებს მაგას უკვე და ხა. მაგის დავიბრმავოთ ყველაფერზე თვალები და თქვათ რომ არა კაცო ისო ჩვენებმა რო თქვეს რომელიღაცა არასამთავრობოებმა იმახო თქვა ტრამპმა რომ აი 46 მილიონი ტრამპის ადმინისტრაციამ ხა ტრამპი ბევრ რამეზე ლაპარაკობს მაგრამ მაგის ადმინისტრაციის წევრმა თქვა გამოვიდა და თქვა რომ 46 მილიონი იყო გადარიცხული საქართველოში რევოლუციის მოსახდენად ანუ მთავრობის შესაძლებლად რაღაცა 50 მილიონი ქონდათ რაღაცა ბანგლადეშში პრეზერვატივებზე ნუ ეს იმათი პრობლემაა მე ვამბობ მე ჩემი მაწუხებს კაცო ჩვენ საქართველოში რაც ქონდათ გადმორიცხული არეულობის მოსაწყობის მოწყობისთვის ეს იმან გამოვიდნენ ხო და თქვეს ადამიანებმა ხო რომ აი ეს ამაში იყო გადარიცხული ხო გააუქმეს ეხა დატოვეს მარტო ორი სექტორი ჯანდაცვის რაღაცა კონკრეტული ისა და ესა ეხა წეგან შენ თქვი რომ სახელმწიფო რა ქვია სიმსივნიანების და იმას დაეხმარონა სახელმწიფო პროგრამა არის მე როგორც ვიცი და სწორად ვიცი იმიტომ რომ გადამოწმებული მაქვს ინფორმაცია ონკოლოგიურ პაციენტებს უნაზღაურებს სახელმწიფო სრულად ყველაფერს. უნაზღაურებს, ოღონდ ნახე თუ დაჭირდა უცხოეთში წასვლა იქ არა, უცხოეთში არა, ეგ თავისთავად ის როგორი თემაა, იცი აჩიკო? მაგრამ ნახე შევიდეთ ჩვენ ყველა ითხოვს თანხას, იმიტომ რომ ნახე რაშია საქმე, ჩვენ ვამბობთ რომ უნაზღაურებს. მაგრამ იმდენად არაკვალიფიციურია საქართველოში ონკოლოგიური მკურნალობა, მოდი ესე ვთქვათ რა, რომ ნახე რა ხდება ლაშა, მანდაცაშინელი კორუფცია. საქართველოში წყალს რო გადაუწურავენ, ხო იცი კა, წყალს. თურქეთში რომ იყავთ ესეთი ხალხი. 10-დან 7-8 ცოცხალი ბრუნდება. და მერე თან ყველაზე დიდი უბედურება რა არის? რამდენი ყოფილა თურქეთში რო ჩაუყვანიათ ადამიანი? რო არ ქონია სიმსივნე. რო არ ქონია კი არა. აი რო ეთქვათ რომ საერთოდ იქ რომ მკურნალობა არ დაეწყოთ. გადავარჩენდით. ამაკაც გადავარჩენდით. ამას არ ჭირდა სასიკვდილო ისე არასწორი მკურნალობა მიმდინარეობდა. და თან ყველა საინტერესო რა თემაზე ვისაუბრეთ. აქაც ბიუჯეტის ფულზეა საუბარი. და აქაც რაზეა საუბარი, იცი? მაგალითად კონკრეტულად რაღაცა ქიმიოთერაპიის კურსი ღირს, მერტმა არავისად დააჭიროს, რაღაცა ვთქვათ 2000-3000 ლარი, ხო? რეალურად ეს წამალი ბევრად იაფია. თურქეთში წამლები ბევრად იაფია, ხო? მოდი შევხედოთ, ხო? 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ნაკლებია და რამდენი ადამიანი ვიცი რომ გადადის, ვინც ბათუმში და იმაში ცხოვრობს, ყიდულობს იქ წამლებს, გადმოდის და მე რა წნევის და ჩაოლებრივ წამლებზეც არის საუბარი. წამლები და სამედიცინო აპარატურა არ იბეგრება სახელმწიფოსგან ისე რომ იცოდეთ. ხო, ეხლა ნახე რა საინტერესოა და ეს რაღაც სასწაული მარჟაა, ხო ჩვენთან, ხო? და ვიღაცა ეს კერძო კლინიკები, რომლებიც მიბმული არიან ამ პროექტებზე, ხო? აი, როღიც მაგალითად ეს ქიმიოთერაპიის კურსის რეალობაში წამალი რეალურად სიტყვაზე ვამბობ, ან ქიმიოთერაპიას თავი დავანებოთ. რაღაცა ოპერაცია 500 ლარი. ეს ამბობს 5000. ეს 5000 ბიუჯეტიდან ირიცხება და მე ეს ფული ტყდება. ხო, ტყდება. ანუ აქაც საშინელ კორუფციას. აბა რა კაცო, მე რას ვამბობ უყურე რახან არასამთავრობოები გვაქვს თემაში, ხო? ამაზე ამ თემის ირგვლივ ტრიალებთ ეხა ჩვენ და ეს მოიცავს ამასაც და იმიტომ გავდივართ მთავრობა, მე აქეთ არასამთავრობოს უბრუნდებით ისევე რა. ხო და მე იმის თქმა მინდა აგერ პროექტები, ხო? ანუ უყურე მაგალითად მოვყავს ეხა ერთი პროექტი, თქვათ. აგერ არის ადამიანი, რომელსაც კახეთში აქვს
ბაღები. ხო. სადაც ჭირდებოდა საქარეთ, ანუ ქარსაწინააღმდეგოდ ალვის ხეების დარგვა, ხო? სიტყვაზე ვამბობ. და ჭირდებოდა დაახლოებით 25000 ცალი ხე თუ რაღაც, იმიტომ რომ დიდია ტერიტორია, 240 ჰექტარია თუ რაღაცა და ძალიან ბევრი ჭირდებოდა რა მოკლედ. ხო და როცა ბიზნესი ესე აღმავლობისკენ მიდის და რაღაცა არის მილიონი პროექტი და ამანაც დაწერა ერთ-ერთი ისა რომ აი თქვა დამეხმარეთ რა სახელმწიფოს რა შეგიძლიათ ამაში რომ დამეხმაროთ თქვა და არასამთავრობოებს. იქიდან გამოჩნდა ვიღაცა თქვა არასამთავრობოდან აი მე მას ვიზავ. დაგეხმარები შენ გიყიდი თქვა 800 სალ ალვის ხის ნერგს ხო? იქ სახელმწიფო მუთხრა რომ მე 1000 ცალს გიყიდი. ეხა იქ თავისიც ხო არის კიდე რომ იმან თვითონ 2000 ცალი იყიდა და უკვე შეამთავრა ესე რა ნახევარი იმან ნახევარი მაგრამ უკვე ალვის ხე არის. იმას არ ჭირდება რომ და წესიერად დარგე და всё დავაი წავიდა და წავიდა. ეხლა უყურე მოდის ცოტა ხანში არასამთავრობო და ეუბნება რომ იცი რა ამას სჭირდება სარები. ალვის ხეს სარი არ კიდდება. რო დაუსვა რა, აი შეიძლება დაჭირდეს ვაზს რაღაც ისეთ სცენარეს, რომელიც თქვათ რაღაც პერიოდი საშიშროება არის, რომ თუ ქარიან ადგილას არის, შეიძლება მოტეხოს ან რაღაცა ეგეთი, ხო? კაი ხა, არ ჭირდება, მაგრამ ხო იცი იმაში რო არის, შაბიაბის ახალი პარტია მოიტანა, არ ჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვს, ხო? აი ეგეთი, არ ჭირდება, მაგრამ მოიტანეთ რა, ხა, იმიტომ რომ ხა იქ ხო იცი ქართული მომენტი, შენგან რა მიდის, კაცო რა, მოვიტან დაუჭობთ რამე ჩვენი სარგებლებს აი მოიტანეთ ამან ახლა რა ალვის ხე ხო დაახლოებით 1.60 2 მეტრა ირგვება უკვე ანუ სიმაღლეში ნახელაა რა მოიტანეს ბიჭო დაახლოებით 55 სანტიმეტრიანი სარები აი 55 სანტიმეტრიანი სარი რანაირად შეიძლება დაუსვა იმას რა ქვია 2 მეტრა ნახევრიან ნარგავს. ხო ეს ხო აბსურდია უკვე. ხო ამ 2000 წელი იმაში იმან რაღაც ქვეყნის ფული წამოიღო, იმას კი აჩვენა რომ აგერ ამას ჩავაბარებენ და ამიტომ რომ ამანაც ჩაიბარა, იმიტომ რომ აწყობდა ამასაც იმასაც. ხო აწყობდა იმ გაგებით რომ იმან რახან 1000 წელი ხე უყიდა, თუ რაღაც დაურგო თუ რაღაცა სარიც მოუტანა და ეხლა რაღაცაში პამიდორს მაინც გაუკეთეს. არც პამიდორში კაცო ის მერე დაუწვი ჩვეულებრივად შეშათი ხმარა ამან რა როცა მასაკნა რა მაგრამ აი ამაში არის საქმე გამიგე მე ვიცი არასამთავრობოების ისინი ეს ჭიქა რო იყიდა დღეს გაისაკ ახალი ეგეთი ჭიქა იყიდა იმიტომ რომ სულ ახალი ეს მანქანა ჩამოწერა გაყიდა ამის ფული წავიდა ჯიბეში ახალი მოიყიდა ხო და აი ესეთი მაიმუნობების ამას ქვია ფულის გათეთრება ამას ხო მაიმუნობებისთვის რო არის რაღაც არასამთავრობოები ამ ქვეყანაში მათ შორის არეულობების დაგეგმვის და სისულეში მოყვანისთვის ხო აი აქ არის პრობლემა რა ან ის თუნდაც ის კანონის თემა რა რაღაცე მე იმ კანონში რაღაც 1-2 პუნქტის გარდა რაც არის იქ ხო რომელიც მე ვთვლი და ჩემი პირადი აზრია რომ ის 2 პუნქტი არ უნდა იყოს იქ იმიტომ რომ იმ 2 პუნქტს შენებურად გამოიყენებს სახელმწიფო როცა ხარ როცა გაგისწორდება მაშინ რა და ამიტომ ის 2 პუნქტი არ უნდა იყოს იმაში მაგრამ დანარჩენი ხო მე თუ მახტევინებ კაცო მე წარმე ვარ შეპესე ვარ თუ რაცა ვარ რა მნიშვნელობა აქვს რა მე ხო ვარ ანგარიშვალდებული იმასთან სახელმწიფოს და ყველა თეთრს მიკონტროლებ აბა ეს რაში დავხარჯე რამდენი დამრჩა იქ DGG გადავიხადე თუ არა იქ DGG 35%-ია ის 18%-ია ეს ის არის გამიგე მე რომ შოულობ ფულს გამიგე მახტევინებ რა უნდა გადაიხადო შენ ვერ გავიხდიდან გადასახადებს ისინი იხდიდნენ კონკრეტული პროექტის გაკეთების მარჟას და არა თავიანთ შემოსავალს თვითონ თავის ჯიბეში შენ ვერ იხედებ იმის ჯიბეში შენ ვერ იხედებ იმა არა დეკლარაცია გაიგზავნა ის არ იბეგრებოდა მიხვდი ეხლა იბეგრება კაცო ეს კანონი რომ მიიღეს რაღაც პროცენტი იბეგრება მაგრამ უყურე მე მივიღე თუ არ არის აი შენ რო ამბობ ზუსტად ის ორგანიზაცია რომელიც აი სახელმწიფო თვითონ რო DGG-სგან და იმისგან ანთავისუფლებს აი როდესაც არის ჰუმანიტარული და ეგეთ თემები ხო უყურე მე რომ მე მივიღე ეს მაგრამ ის რო იბეგრება ეგ არაფერს არ ნიშნავს რო იბეგრება არა უყურე ადრე იყო ესე მე რომ მივიღე ეს ჭიქა
ამაში თქვა გადავიხადე პროცენტი საშემოსავლოს მილიონიდან 100,000 სახელმწიფოს ჩაურიცხავს, მაგრამ 900,000-ს ცუდ საქმეს. ხო, ამას ვიძახი, უყურე, მე თუ სუდის აქციელი უნდა იყოს აკონტროლე რა. მე თუ მაკონტროლებ შეპესეს, აი შეპესეს, მაგრამ ფულს ვერ აიღებ ისე. ეს თუ იყიდე, უნდა და აი ეს ვიყიდე მე ამ ფულით. გამიგე? ის რა ქვია, რაღაცა რო გასატნევის, გადასაზიდი თქვათ, ხო? მანქანის ნომერი, ვის გადააზიდინე, რა ფორმატის ის გედო, რა მატერია გადააზიდინე, სადა როგორ. აქ მიდივართ ისე რა, რომ ხელისუფლება, ხო? ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს არა ნახევარი სიმართლით რა. არამედ უნდა მოქმედებდეს, აი, სულ სიმართლით უნდა მიუდგეს ყველა იმ საკითხს. ვინ აფინანსებს შალვარამიშვილის ტელევიზიას? აი, ვინ აფინანსებს? ეხლა არ მითხრას ვინმე მაგას უზიან უყურებენ და ბიზნესმენები დაუძახეს უთხრეს, უნდა დააფინანსოს. ამ დროს რა, აი, ყველაზე დიდი უბედურება რა არის? მე ხო თქოს არ ვიძახო, ყველას აქვს ფოტოები დანახე, ხო? კაცი გამოდიხარ შალვარამიშვილი, იძახი რაღაცა იმებზე მევალაპარაკები კონსერვატიულ იდეებზე. იმედის ეთერში პირდაპირ იცავდა LGBT-ებს, მე როცა წინააღმდეგი ვიყავი, კადრები მოგცემთ, ვინდა განაგებთ. მეტი შალვარამიშვილი. ორი კაცი უზის, კაცი იქ ისეთი, რომელიც იმ 14-15 მაისს რაღაცა დღერო არის იმ ავტობუსში რო ის. იმ ავტობუსში რო იჯდნენ და რომლებიც ამბობდნენ გეები ვართო, კაცო კი არ იტყვილებიან, LGBT-ები ვართო. იმ ხალხზეა საუბარი, ლაშა. და ის კაცი ეხლა რომ გამოდის და რაღაცა კონსერვატიულ იდეებზე მელაპარაკება, ნუ რანაირად ეხლა ნუ კარგი რა, რაღაცა სხვა აქვს საზღვარი. ეხლა შალვარამიშვილი. აი ზუსტად რაშია საქმე იცი? შალვარამიშვილი, მათიკაშვილი, ნუ რუსიძე, ეს ხალხი რო არ იყოს, ხო, მაშინ რასაც ოცნება ამბობს, მოო, მეც დაუჭერ მხარს. მაგრამ შენ რო ამაზე რო არაფერს არ იძახი, იმაზე რო არაფერს არ იძახი, ამაზე რო არაფერს არ იძახი და ლიჟბი შენ შეგაქოს. ხო, ბოკერიაზე 100 ჯერ უარესი როა ტიპი, ოღონდ შენ გაქებს, პროსტა არ გაგინებს. და ამიტომ კაი კაცია. ეგ იცი რა გამოდის? აი ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა რო თქვა რა, გამიმეორებ ზუსტად სიტყვასიტყვით. ოსო რომ შევიდა და უთქვა, он сукин сын, რუსულად არის, იყო ეს დაწერილი. он сукин сын, но наш сукин сын. და ნაში სუკინე სინებით რო აქვს გაჭედილი ტიპებს თავიანთი ოცნებას. იმიტომაც არის ესეთი ამბავი. იმიტომაც არიან ასეთ მდგომარეობაში, გამიგე? და იმიტომაც არიან რომ ხან ბუზი ბზუისო იძახის ის რა ქვია ირაკლი კობახიძე, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო, მე მოღალატეა. ხან თამარ დედოფალია ისა რა ქვია სალომე ზურაბიშვილი და რა ვიცი პირველი ევროპელი და ყველაფერი, ხან მოღალატეა. მარგველაშვილს თუ არ აირჩევთო ბიძინა ივანიშვილმა, საერთოდ წავალ საქართველოდანო, გამიგე? მერე მარგველაშვილი საშინელი მოღალატეა, გამიგე და რაღაცა უნდა ჩამოყალიბდნენ კიდე ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პარტია, არანაირი ოპონენტი არა ვარ, მაგრამ ძმაო, ეხლა ლიფტი რო წყდება, ყოველ კვირა ლიფტი რო წყდება და რომ მეუნები მერია რო ესა და იცი და ღმამწუხარებას ბასენში რო იმაში აუში უпростоრად შადრევანში ბავშვები კვდებიან დენსარტ ყავს და მიხსნი კაც რა რო იცი რა ესა და ისა ხო? ქაოსური მშენებლობები როა, ქაოსური. მოდი წინაზეც ვისაუბრეთ. ამხელა უკვე აი პრაქტიკულად პიკის საათი რო არ არსებობს ქალაქში, სულ პიკის საათი როა. ორი ველოსიპედის გულისთვის რომ მთელი გზები გაქვს ჩაკეტილი. ეს ბასლაინი რისთვის არის? ეხლა ვიღაცა იტყვის, რისთვის არის? ლაშა ბასლაინი. ბასლაინი იმისთვის არის, რომ ადამიანი გადაადგილდეს, ხო? მაგრამ შენ თუ ბასლაინის გამო, ერთი ბასლაინის გამო იმ ხელა საცობი შექმენი ქალაქში, რომ საათობით ხალხი საცობში იდგა და იმ ხელა გამონა ბოლქვი გამოვარდა ქალაქში და ისე მოიწამლა ქალაქი, რომ ათასობით ადამიანი დაავადდა, ხო? მაშინ ჯობია იმ ბასლაინზე იმ მანქანამაციაროს რა. დაზღვევა ვერ შემოიღეს ზმაო. სავალდებულო დაზღვევა ვერ შემოიღეს. აი რაც გასაკეთებელია, არაკეთებენ. ცუც ვიღაცა შეიძლება ესეც არ მოეწონოს, მაგრამ ეს უნდა თქვა ძმო. მანქანებზე არ არსებობს სავალდებულო დაზღვევა. ეს რას არ არსებობს, იმიტომა საქართველოში სულ საქმის გარჩევა, სულ ჭხუბი, სულ რაღაცა, ვიღაცა იყიდის $500 მანქანას, წავა დაეტაკება $10,000 მანქანას და მე რაუნება არ მაქვს ძმო არაფერი. არ მაქვს არაფერი, რა ვქნა. და ამერიკაში როგორ ამკაც დაზღვევა აქვს ნაყიდი. ამასაც ვიხმარ ჟარგონს.
ფეხებზე კიდიათ თუ მოხდა ეს ავტო ავარია. ხო, თავარია არავინ დაიღუპა. ხო, თავარი არავინ დაიღუპოს, ხო, მაგაზე მოგთხოვე. და ოღონდ მე თან რა არის? მარტო ეგ არ არის. თუ შენ ერთხელ დავარია, მეორე დავარია, მესამე დავარია გაკეთე, შენი პოლისი იზრდება და ხო, დღეს თუ $20 დაგიზღვიეს მანქანა, ხვალ შეიძლება 300 მოგიწვიოს. ამიტომ შენ თხრილად ხარ, ეგრე არ არის, მაგრამ მეორე მესამე პირი ადამიანი ის მაქსიმალურად დაზღვეულია. დაზღვევის გარეშე უფლება არ აქვს მანქანა გამოიყვანოს. რამდენჯერ ვისაუბრეთ, რასაკეთებს პატრული? იქ არის სამნაირი დაზღვევა, უყურე. აუცილებელი არის მეორე პირის დაზღვევა. შეიძლება შენ მანქანაზე გეკიდოს ფეხებზე გამიფუჭო, შენი მანქანა გაგიფუჭდა, შენ თვითონ გავაკეთე, შენ თვითონ გავაკეთე. სხვისი გააფუჭე და გააკეთე. სხვისი ეს აუცილებელია რომ ქონდეს დაზღვეული, იმიტომ რომ მანქანას ვერ ატარ, არ ხო რა, ვერ გამოხვალ გარეთ. რომ შენ თუ დაეჯახე ვინმეს, შენ ვალდებული ხარ იმას შენმა დაზღვევა, მაგაზღაუროს ჯანმრთელობაც და მანქანაც. ყველაფერი იმაში შედის რა. კი. მეორე დაზღვევა არის ესეთი რომ იმისი და შენი. ეს ცოტა ძვირია. ხო, ეს უკვე არის სამი სახის დაზღვევა. მესამე პირის უყურე მე დავარტყი იმას. ის დაეჯახა ვიღაცას კიდე, ჩემი დარტყმით დაეჯახა ვიღაცას. იმასაც მე უნდას გავურებ, ამასაც მე უნდას გავურებ. გამიგე? მე დავეჯახე, ის დამეჯახა რაღაცა, ეს უკვე შედარებით. გაჩია რა მანქანა ყავს ოღონდ, მან ის არის რა, განსხვავება არის რაში, უყურე? მე თუ მყავს სიტყვაზე ვამბობ 10 წლიანი Mitsubishi რაღაცა, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ვიხდი $10 თვეში, თუ მყავს Ferrari Enzo, ვიხდი $500 თვეში, თუ ან 700 გაჩნია რა. რა მაქვს დაზღვევაში. ხო. ამიტომ ეს დეფინიციაცია ხდება მანდაც, გამიგე რომ აი შენ ეს მანქანა არის, ეს მანქანას ამის შეფასება არის ამდენი, აი ეს უნდა დაიზღვეს ამდენში. ეხლა უყურე. აქ ეს არ არის. ეხლა აქ არაფერი არ არის. ძველი ისენი რო არის. ლაშა აქ არაფერი არ არის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არა ვარ ძმებო თქვენი მტერი, შემოგევლეთ იმ პატრულშიც ბევრი მყავს ისა და ვისაუბრეთ კიდეც, რატომ არის რომ პატრული ვერ მუშაობს. სისტემაშია ძალიან ბევრი ლაფსუსი რა, რაც უნდა გამოსწორდეს რა. პირდაპირ ხედავს რა პატრული რომ არ ღვევს კაცი, არ აჩერებს, არაფერს არ აკეთებს და სწორია რომ არ აკეთებს, იმიტომ რომ ის ადამიანია და ფიქრობს რომ შარს არიდოს იმანაც და აი ახლა მარტივ იმას გეტყვი კაცო, მანქანა დამეჯახა იმ დღეს. რა მანქანა კაცო? ხო, დამეჯახა მანქანა. ხო და გამოვიძახე პაკეტი ყავი კაცო. არა, მითი მანქანაზე დამარტყა რა მეორე მანქანა. მე დავრეკეთ პატრულში, იმიტომ რომ გადმოვიდა და პრეტენზია ქონდა რომ თვითონ იყო მართალი მე დამნაშავე, ეხლა სადა რა ადგილას მოგივიდა? ახალოკაში. გამოვიძახე პატრული. ხო. დავრეკე 112-ში ჩვეულებრივად, მე ვთხარი ესე ავტოსაგზაო შემთხვევაა, გადაიკეტა გზა, საცობი გაკეთდა, ესე ველოდებით პატრული რომ მოვიდეს. რამდენი ხანი ველოდეთ იცი პატრულს? რამდენი? 2 საათი და 20 წუთი. და რა ადგილას იყავით ესეთი? აი პირდაპირ ართჰოლის წინ რა. ვის წინ? ართჰოლის წინ დადიარზე. ართჰოლი რო არის საკუთარ. ამდენი ხანი პატრულმა არც ლეხანოვის კლუბი ერქვა ადრე. ხო, არც გამოია რა. გამოიარა, ჩაგვიარა კაცო, წავიდა 1-2 პატრული, ჩვენთან არ იყვნენ რა, აი გზაზე просто გაიარეს. დავარია, ნახეს არაფერი. იმათ არ ქონდათ გადაცემული თუ როგორც არის რა, არ გადაცემა რა შუაში ემა რომ დაინახო და მოვიდეს ხო მაშინ. 4 ჯერ დავრეკე 112-ში. 2 საათი და 20 წუთი. ვიდექით? საოცრებაა. იმიტომ რომ განძრევა არ შეიძლება მანქანის. ხო. იმიტომ რომ მე ვეღარ ადგენს ის შენ ხარ დამნაშავე, ის არის დამნაშავე თუ როგორც არის რა. ამიტომ ვერ არა ხო მანქანას ხო ვერ გავარყევა რა, გავართ 2 საათი და 30 წუთი. ხო და აი მაგას ვამბობთ რა. მაგას ვამბობთ, ესე იგი რომ მაგაზია საუბარი ლაშა ხო? შენ წარმოიდგინე ახლა შენ შეგემთხვა რაღაცა ესეთის და 2 საათი ვიღაცისთვის დანარო დაერტყა, დაეყაჩაღებინათ, გაეძარცვათ და აეწიოკებინათ, ესე იგი საათობი უნდა ელოდოს სანამ პოლიცია მივა. ნუ ხო, რახან ემერჯენსი არ არისო, ესე მითხრეს იქ რა, ანუ დავრეკე 112-ში. ვინმე ხომ არ დაზიანდა. გეკითხება პირველი იმას, ანუ სასწრაფოც გინდა? ხო, მაგრამ ქუჩა რო გადაიკეტა. ხო, იმხელა ისინი რო იქნება. ვეუბნები რომ არა, მე ვთხარი. ჯანმრთელობა, არავის პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობაზე, უბრალოდ შექმნილია საცობი, იმიტომ რომ იქ ისედაც ხო იცი როგორც არის დადიანზე და შეიქმნა საცობი, ამიტომ დროულად მეთქი მოვიდნენ რომ
რაც არის საჭირო რა მოკლედ. ხო. გავიდა ბიჭო ეხლა გავართ ველოდებით არ არის 2 საათი და ნახევარი და მე ეთყობა ჩემი ძალიან რო შევაწუხე უკვე 4 ჯერ დავრეკე რა 112-ში და ძალიან რო შევაწუხე მე გადმომირეკა უკვე ვიღაცა რომ საპატრულო ვარო და კონკრეტულად რა ადგილიაო მითხარიო. ვეუბნები ახლა ნომერს დადიანის 77 ნომერში. მომივიდა ესა. და პატრული ახლა მეკითხება. ეგ რა ადგილია? აუხსენი იცი რითი? მარგეს შაურმათი. თუ მარჯი თუ რაც ქვია რა. ხო რა, აქ აი საშაურმე ხო იცი იქ რო არის? კი ვიცი. ართვალი ხო იცი? აქ არავინ არ იფიქროს პატრულზე არაკნინებს, მაგრამ უნდა იყოს ანუ სისტემაში არის ესე იგი სერიოზული პრობლემა. არა, ეგეც არ არის ახლა ჩემთვის მისაღები. კონკრეტულად იმ პატრულზე, იცი რა, ერთ პატრულზე არა, შეიძლება სხვა. გასაგებია რატომ არის ეს? იმიტომ რომ პრობლემაა, სისტემური პრობლემებია მაშინ. კი ბატონო, სისტემური პრობლემები იწვევს მე აი ამ სერიოზულ პრობლემებს, ხო და ახლა აი ამაზეა საუბარი, აქ ხო არ არის მაგალითად ოცნება და ნაცი. აქ ხო არ არის რაღაც საუბარი პარტიულ თემაზე, ხო? შეკაიკაცო, მოხდა ავარია, ესე იგი ავტოსაგზაო შემთხვევა და 2 საათნახევარი მანქანა ვერ მოყავს გადალოცირებო. ეხლა უყურე, კაი. მანქანა მეთქი, პატრული ვერ მოდის, რომ დააზუსტოს, დააფიქსიროს ის არა. მეტი აი ხა ხიდი ჩაინგრა იქ წვიმისგან, ხო ხედავ, ხო ნახე ჩვენ, ზარები გაიკეთე, ზარი. ხანი არავინ არ მუშაობს. ისა რა ქვია, რომ მუშაობს სამი კაცი მუშაობს, ერთი კვირა გავიდა. ეხლა რო უთხრა ამათ, იტყვია რომ აი იცი თუ რაღაცა კეთდება რა. ბიჭო, ჩინეთში აჩვენეს. რაღაცა 300 მეტრიანი ხიდი, კაცო. რა, კაცო, ჩინეთში დღეში, კაცო. ერთი უბანი ააშენეს ერთ დღეში კოვიდის დროს. კაი, მაგალითად უბანს თავი დავანებო. საავადმყოფოები რო აკეთვნი და დაავადებული. ერთი კვირა გავიდა, ხო, მაგრამ იცი რა შეასაქმე? აი მე საზოგადოებას და ხალხსაც მინდა მიმართო რა. რომ აი არასწორი მიდგომა რო გვაქვს ჩვენ ხელისუფლებისადმი რა. აი ამაზე თავს უნდა ვაძრობდეთ რა. ის კი არა რომ ნიშა და გრიშა და ისა. ხიდი ჩაინგრა. და არ მუშაობ ღამე შეკაიკაცო. მე რო ვიღაცა იტყვის სპეცტექნიკა არა გაქვს, შე რო ამბობდი და. მე რისთვის ხარ სახელმწიფო კაცო? უნდა გქონდეს ეს სპეცტექნიკა. თან სად ჩაინგრა? ამ იმაზე რა ქვია? ხო და რო უნდა გამოუყო 20 მილიონი იმის ვიღაცა არასამთავრობოს რო იმან გაქოს. ტრაქტორი იყიდე და მე შედალოცვილო. ისეთ ტრაქტორებს იყიდი მაგზას გააკეთებ 2 საათში. ხო რა. 2 საათში. მე 1000 ასაწყობი კონსტრუქციები არსებობს სკინის მეტალის შენ შეგიძლია პირდაპირ ააწყო. და გაატარო მანქანები და თან იმუშაოს. დღე და ღამე უნდა მუშაობდეთ. ვიღაც დღე და ღამე უნდა მუშაობდეთ რა. სანაპირო არის დაკეტილი, რომელიც იწვევს კიდე ერთხელ, მაგრამ რა არის ლაშა? აი აქ არის ზუსტად ჩვენი მთელი უბედურება, რომ ამაზე რო საუბრობ და კილომეტრიანი საცობები როა და კიდე ერთხელ ვამბობ, ეს ამდენი გამონაბოლქვი, ამდენი ბოლი, ამდენი მერე საწვავი ზედმეტი, ხო? აი ეს არის ისა ფულის კეთება, მეტი კი არაფერი არ არის რა. ხო, მაგრამ ამას რო იტყვია, ინტრიგანი ხარ ძმაო, რა ჩააქანან რა, ღამეც უნდა იმუშაო და დღეც უნდა იმუშაო. 3 სულა უნდა აიღო. აი მარტივი ხელფასი ვაქვს 2000 ლარი სიტყვაზე იმუშას. ამ ექსტრემალურ სიტუაციაში 4 უნდა მიცე. დღის განმოყრე მანჰეტენი არის ისეთი ადგილი, რომელსაც აი განსაკუთრებით 3 ქუჩა, რომელსაც არასდროს არ ძინავს ნიუ-იორკში რა. ხო. შესაბამისად, იქ რაღაცა ქუჩის რეაბილიტაცია ან რემონტი ან ასფალტის აყრა დაგება არის ძალიან დიდ პრობლემებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ იქ საცობი ამათ არ გავს. ხო. იქ ცოტა სხვანაირია საცობი რა. ხო და რა ხდებოდა ახლა უყურე 7:08-მდე იქ არის პიკის საათი. ხო. ყველგან. კი. ამიტომ პიკის საათამდე იქ რამე, შეიძლება შევიწროება ხდებოდეს ქუჩების, იმიტომ რომ რაღაცა თუა დაზიანებული რაღაცა, მაგრამ შეძლებს და გვარად მუშები ისინი არ მუშაობენ რა, ის განმავლობაში. 8-დან იწყებენ უკვე მუშაობას ისინი, იმიტომ რომ იქ უკვე ისეთი საცობი ვეღარ მოხდება. და ამიტომ ღამის პირობებში უწევთ იმათ სულ მუშაობა, გამიგე? ამაში მე მესმის რომ ანაზღაურება ორჯერ მეტია იმ უნდა მიცე მე რა ხელოსნების გამიგე, იმიტომ რომ დღის განმავლობაში თუ მუშაობ სხვა ტარიფებია, ღამის განმავლობაში სხვა ტარიფებია, მაგრამ ამით ხო პრობლემა ქალაქსაც ცდება, იქ საცობები ცდება, დისტრიბუცია ჯერ კიდე ბოლომდე ვერ მიიყვანეს იქამდე. რომ დისტრიბუცია იყოს ღამე რა.
როგორც გერმანიაშია, ყველგან არა. ყველგან ეგრეა, ხო, დისტრიბუცია როგორც ჩვენ გქონდათ დროები, იქ რამოდენიმე პერიოდი მომიწია რაღაც ხო, ვიცი. იმაზე მუშაობა და დისტრიბუცია რა, აი ტექნიკის ხო, მაღაზია გასაგები. იყო და იქიდან მიქონდა ტექნიკას ვარიგებდით როგორც აქ არის რა, ნაგავი არ შეიძლება ხამე გაიტანო. ნაგავი ხამე გაიტანო, შუა დღეს რო იმაში, რა ქვია, მარჯანიშვილზე და იმაში ამხელა საცობის დროს კიდე ეს ის რო დადის, ხამე გაიტანე რა. ხო. დაუმატე შენი თქმის არის. დაუმატე. ამიტომ იქ არის როგორ უყურე შენ არ გქონდა უყურე შენ გქონდა დრო მიტანის დრო გქონდა 8-დან 9-მდე ესეც რაღაც ადგილებში რა რაღაც ადგილებში არ არის მაგის დროების ისა შეზღუდვა რა აი თქვა მანჰეტენზე გაქვს სადღაც მისატანი რაღაცა ისი რა ქვია ლინკოლn რაღაცა ავენიუზე გაქვს რაღაცა მისატანი ხო სიტყვაზე ფიქ შენ გაქვს დრო 8-დან 9-მდე უნდა მიიტანო იმიტომ რომ მე უკვე იქაც იწყება პიკის საათი, შესაბამისად შენ არ აქვს უფლება რომ იქ გაჩერდე მანქანა. მოძრაობა შეგიძლია გადაადგილება. ვერ გააჩერებ. გამორიცხულია მოვა პატრული დაგიწერს ჯარიმას, ჩაგუგართვის ქულებს და დამთავრდა. იქ 14 ქულა 100 კი არა. ამიტომ გაქვს გარკვეული ისენი რა. ეს მანჰეტენს რა შეიძლება თორე ეხა იქ შეიძლება რაღაც Queens-ში სიტყვაზე რომელიღაცა უბანში რომელსაც კინა იმაზე მიიტანე იქ არავინ არ გაკონტროლებს მაგრამ აი ეგეთი დატვირთული უბანი სადაც არის ხო ბოროუებს ეძახიან ხო აი მანჰეტენი მაგალითად არის ეგეთი აი ბრუკლინის დაუნთაუნ ბრუკლინი ეგეთი არ გამიგე Queens-ის ისა დაუნთაუნიც ეგეთი არის ბრონქსისაც აი დაუნთაუნ ნიშნავს რომ კი მიხვდები ხო რა კარულმა ამიტომ არა პირიქით ცენტრი ანუ აი სიტყვაზე ვამბობ თბილისი მიხვდები ანუ ცენტრში პირიქით ხო მე გარუგრებში მე უკვე ის იშლება შეზღუდვა იხსნა ამიტომ ეგეთი შეზღუდვები არის რა იქაც აქაც უნდა იყოს ეგეთი ახლა ნუ უკვე ფაქტიურად ძალიან გადავედით ჩვენ დროის ამბავში და ძალიან გავაგზავნოთ მაგრამ მოუგუნეში გავაგზავნებთ კი ბატონო და ეხა შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა და ჩემო კარგებო, ქალბატონო თეა, ვინც ხართ იმ კომისიაში, ძალიან კარგ რაღაცები გაირკვა ჩემთვისაც, მათ შორის ამ კომისიიდან გამომდინარე, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს შეგეძლოთ უფრო ადრე, მე ისიც მესმის რომ რაღაცა იქ ზემოდან ზეწოლები იყო, არქნათის რაღაც. ეხა ხუშვებით. მაშინაც გექნათ. მე კიდე ზუსტად ამაზე მინდა ერთი სიტყვა. და თუ ამბობთ რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს იმითი რა ქვია კონსტიტუციაში თუ როგორც არის ნუ ალტინფოს თუ გაუუქმეთ 7-ჯერ პარტია ამადაც გაუუქმეთ რა თუ მაგას მოდი ჩვენ აი მომავალ კვირას კიდე რაზე ვისაუბროთ ლაშა იცი ხშირად არის საუბარი ამ სამართლიანობის აღდგენა ის სამართალი და როდიდან უნდა აღდგეს სამართლიანობა 2000 მაგალითად 3 წლიდან მე მაშინაც ვთქვი ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი. აი მე მინდა რაზე ვისაუბროთ, იცი მომავალ კვირაში, ახლა დავიწყოთ ძალიან გაგრძელდება. აი დღეს усმენდი, ძალიან მძიმეა, ხო? კაცი გამოვიდა, ახლა გამოდის და აი კუსტბაჩემი იყო და დამათმობინეს, ხო? კუსტბაჩემი. მოცილე რომ კუსტბაჩემი იყო და დამათმობინეს, ხო? მოდი აქაც ჩვენ შევხედოთ რა. საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ხო? ეს რაც იყო ტბა იყო თუ ის იყო სახელმწიფო, ხო? რამე შეხვდა კუსტბიდან შენ? რამე შეხვდა ლისის ტბიდან შენ? ლისის ტბა ხაზარაძის ყოფილა, ეს კუსტბა ვიღაცის ყოფილა. მე ხარძიანიცი ძალიან მეწოდება, ერთმა სიკვდილის თქო, ერთმა ყველა დაიპაროს. მაგრამ როგორ აღმოჩნდა კაცო? კუსტბა იმისი, ეს იმისი. ძალიან დიდ პატივს ელდარ შენგელაიას, მაგრამ კინოსახლი ელდარ შენგელაიასი. გამიგე კინოსახლი, კლიანად, თავიდან ბოლომდე. ის რაღაცა კიდე ქარხანა მისი რომელიღაცა ჯელის გამიგე ის ამისი აი ამიდან უნდა შევხედოთ რა ლაშა რა ხო მაკედან არის დასაწყები აი დამოუკიდებლობა და მეორე აქვე ვიტყვი ერთ რამეს რა ის თუ იყო შესაძლებელი რომ პირველივე დღიდან როგორც კი ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა 88 მილიონი რომელიც ჩამოართვა სააკაშვილმა უკანონოდ ბიძინა ივანიშვილს აი ფული რო ჩამოართვას უკანონოდ მაშინვე რო დაიბრუნა იმ ყისიერად ბიზნეს სიტყვით ვიტყვი ყისიერად ხო რატო ვერ მოხდა მაშინ ამ სხვებისთვისაც თუნდაც ამ ქონებების ყისიერად დაბრუნება ხო რატომ არ მოხდა ყისიერად სხვასაკ ანუ რა არიცი
ასე იგი ბიზნესთვის შეიძლებოდა, ვიღაცისთვის შეიძლებოდა და ვიღაცისთვის არ შეიძლებოდა, ხო? განახოთ ბიძინა ივანიშვილი რას ამბობს PSP-ს იმაზე დირექტორზე, როდესაც მეორე დღესვე ნაციონალური მოძრაობიდან გადაიყვანეს თავიანთ პარტიაში, მე ისევ გადავიდა 4 წლის შემდეგ, მაგრამ აუ ამისნაირი კაცი, ოქრიაშვილი თუ ოქრუაშვილი, რაღაცა ესეთი გვარი, ხო? მე მაგაზე მაქვს ზუსტად საუბარი რა. რომ არ არის ესე არ შეიძლება რა. დღეს კარგია, ხვალ ცუდია, მე თუ მაგინებს, ცუდია, მე თუ არ მაგინებს, კარგია, ჩემი ფული უნდა ამოვიღოს, ხვისი ფულის დედაცვათია და 12 წლის შემდეგ მასმეინებ იმას, რაც ვიცოდით, რომ 12 წლის წინ უნდა გექნა. ხო, არა, რაც ვიცოდით ყველაფერი. ხო. ხო, ჩვენ დავწვით მასალები, იცი, იქ კაცს აუპატიურებდნენ და დავწვით. რა დაწვი შედალოცვილო, კაცი მოუკლია, დაუპატიურებდნენ, დავიჭიროთ, ვინც გააკეთა. ჩვენ დავწვით ეს გავანადგურეთ. მოკლედ დღეს დავასრულოთ მე მგონი და თუ არის სამართლიანობაზე ლაპარაკი, ესე უნდა მოხდეს და ეხა ეს რა ქვია, გახარიას დაიბარებთ, გინდათ რომ რაღაცეები იმასაკნათ აქ რაღაცა, თქვენი პარტიის წევრი იყო რა. ეგ და მან რა შეკუტება, იცი, აქაც ცოტა ჟარგონს ვიტყვი. ბაზარი იცი სატყდება მან და ლაშა. გახარია, თვალები დათხარა, დედა უტირა, მომიტინგეებს გადაუარა. და ჩვენ პრემიერ-მინისტრად დავნიშნეთ. ნუ პროსტო გაჩუმდით მაინც, თო. აი, ცოტა რა ვისიბარებთ, სადიბარებთ, თო. ნებისმიერი კაცი დაგისვავს შეკითხვას რა. დედა უტირა დაანგრიო შენ პრემიერ აწინაურე? ხო რა. თან მაშინ თანახე რომ საუკეთესო შესრულებული და თანახე, თან ამბობ, რომ deep state-მა, ანუ ესე იგი აქ კიდე რას ამბობ, რომ მე ქართულ ამომრჩეველს კი არ ვეკითხები, ხალხმა ვინც ხმა მომცა კი არა. ესე იგი ვიღაცამ დამირეკა და პირველ პირს ვნიშნავ, რატო არა მაგ, რატო არ შემიძლია დღესაც გამიჩნდეს ეჭვი, რომ იქნებ დღესაც დაგირეკა. დღეს იქნებ ჩინეთიდან დაგირეკა, რუსეთიდან, ნუ ვიღაცამ სხვა ადგილიდან და ანუ მე აზრზე არა ვარ და შეიძლება ეხლა დღეს აგერის კობახიძე რომ მიზის, ან ვიღაცა მინისტრი ან რაღაცა, იმითი კი არ არის, რა ქვია, არჩევნებით ან რაღაცით. ძალიან ცუდი ტიპია შეიძლება საშინელებებს ჩადის, ხალხს თვალებს თხრის, მაგრამ ვიღაცამ დარეკა რა. ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და რაც შეეხება ზარი გამოუშვა. რაც შეეხება კიდე არასამთავრობოებს რა. აი იცი რა არის საკუთარი პატრონი ის რო იძახის რომ მართალია თურმე ესე ყოფილვართო, ცუდათო. ხო, უნდა გაჩვენდეთ ბიძია. აქ ეხა მთავრობას კი არ ვიცავ მე. გამოვიდა შენი საკუთარი დამფინანსებელი და გეუბნება რომ ეს ჩიქა მოგეცი მე შენ იმისთვის რომ ზეციერასთვის დაგეწყა თავში. всё, დაამთავრდა აქ შენ რაც არ უნდა ამიხსნა აწი. ვეღარ მიხსნი რა. ვეღარ მიხსნი უკვე. ვერ ახსნი. მოკლედ. მოკლედ დღეს დავასრულოთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ გამოგვიწერეთ YouTube-ზე, მოგვემატა 10 და წინასწარ მიულოცოთ წვინვალი ალბომის დღესაც და ასევე გილოცავთ ხარება იყო, ხა ბზობა იყო და გილოცავთ ამ უკვე გასულ დღესასწაულებს და ეხლა შვიდობა არ მოგაკლოთ, ფულის წყალობა არ მოგაკლოთ, ქრისტე აღდგა და ეშმარიტად და აი ესე ამაღლებულ ნოტაზე შემდეგ გადაცემას უკვე ქრისტე აღდგათი დავიწყე. აბა გაიხარეთ კარგად იყო. კარგად ვზანდებოდეთ, დიდი მადლობა.